იცით თუ არა რომ ფორმულა 1-ის ტექნიკამ ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბავშვთა საავადმყოფო Great Ormond Street ჰოსპიტალში 90-იან წლებში ექიმები სამედიცინო კრიზისის წინაშე დადგნენ. ბავშვთა კარდიოქირურგიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მიზეზი პაციენტის საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაყვანის დროს პერსონალს შორის დაშვებული შეცდომას უკავშირდებოდა. არ არსებობდა წესრიგი, იყო ქაოსი, იყო არაორგანიზებულობა. ერთდროულად ექიმებისა და ექთნების დაუზუსტებელი ქმედებები, ინფორმაციის არასწორი გადაცემა და პაციენტის გართულების მიზეზიც სწორედ ეს იყო თან 70% შემთხვევაში, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ექიმებისთვის ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის მოდელი სამაგალითო აღმოჩნდა. იქ, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი 2 წამზე ნაკლებ დროში ასრულებს რთულ სამუშაოს. დროს კი მედიცინაში, ისევე როგორც რბოლაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლინიკის მენეჯმენტი დაუკავშირდა კომპანია Ferraris გუნდს. ინჟინრები და პიტ-სტოპის ეკიპაჟი ჩავიდნენ საავადმყოფოში, დააკვირდნენ ექიმების მუშაობას და თავიანთი სპეციალურად შედგენილი პროტოკოლი გაუზიარეს. თითოეულ ექიმს განესაზღვრა კონკრეტული ადგილი და ფუნქცია, დაინერგა ჩუმად მუშაობის ფაზა და ჟესტების ენა. საოპერაციოში მყოფ ყველა სპეციალისტს ზუსტად ჰქონდა გაწერილი, რა დროს რა უნდა მოემოქმედა. მოდელი სრულად მოერგო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტის უსაფრთხოებას. პროტოკოლი გულისხმობდა შემდეგს. მოსამზადებელი ფაზა. სანამ პაციენტს შეიყვანდნენ ბლოკში, ყველა თავის ადგილზე იდგა და აღჭურვილობა მზად იყო. ფიზიკურად უშუალოდ გადაყვანის პროცესი. სრული სიჩუმე, მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები, აპარატის სწორედ მიერთება და ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის ფაზა. როდესაც აპარატურა მუშაობდა, მხოლოდ წამყვანი ქირურგი აწვდიდა ინფორმაციას რეანიმატოლოგს, ისევე როგორც პიტ-სტოპის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი აძლევს ნიშანს მძღოლს. ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის ანალოგიისა და ავიაციის ექსპერტიზის გამოყენებით 2007 წელს ახალმა პროტოკოლმა ოფიციალურად მსოფლიო აღიარება მოიპოვა და კლინიკებში დაინერგა. ეს პროცესი შეფასდა რევოლუციად სამედიცინო ქირურგიულ ისტორიაში. ფორმულა 1-ის ინჟინრების მოწყობილობები სამედიცინო სფეროში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მსგავსი თანამშრომლობა სხვა ცნობილ კომპანიებთანაც შედგა. მაგალითად, ტელემეტრია და მონაცემთა გადაცემა. McLaren-ის ტელემეტრიული სისტემები გამოიყენეს სამშობიაროებში ახალშობილების მონიტორინგისთვის. სისტემა აანალიზებს ბავშვის სასიცოცხლო ნიშნებს და ექიმებს აფრთხილებს მოსალოდნელი გართულების შესახებ, მანამ სანამ ის ვიზუალურად შესამჩნევი გახდება. Williams-ის ინჟინრებმა შექმნეს სპეციალური დამცავი კაფსულა Baby Pod, რომელიც განკუთვნილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების ტრანსპორტირებისთვის. პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოში ფილტვის ვენტილირების დეფიციტი შეიქმნა, 7-მა ფორმულა 1-ის გუნდმა გააერთიანა ძალები. სულ რაღაც 100 საათში წარმოებაში ჩაუშვეს CPAP აპარატი, სუნთქვის დამხმარე მოწყობილობა, რომლის შექმნასაც ჩვეულებრივ პირობებში ალბათ წლები დასჭირდებოდა. რატომ მაინც და მაინც ფორმულა 1? ავტორბოლაში, ისევე როგორც მედიცინაში, შეცდომის ფასი ძალიან მაღალია, ხოლო დრო შეზღუდული. ფორმულა 1-ის კულტურა, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, იდეალურად ერგება თანამედროვე ჯანდაცვის გამოწვევებს. აი ასე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის გაუმჯობესებას დაეხმარა. გამარჯობა, მე ვარ გუგა და ეს პაციენტის 24 ვიზიტია. თანამედროვე მშობელს დღეს უწევს ტექნოლოგიურ ეპოქაში ბავშვის აღზრდა. ეს გამოწვევა რთულია, რადგან თავად მშობელსაც უწევს დაატვირთულ დაძაბულ გარემოში ცხოვრება და ამის პარალელურად მცირე ასაკიდან დამოკიდებულებასთან ბრძოლა დამეთანხმებით ურთულესი ამოცანაა. დღეს სწორი ბალანსი არა ტექნოლოგიებისგან აგრძალვა, არამედ მათთან გონივრული ზღვარის დამყარებაა. ვიპოვოთ ბალანსი ვირტუალურსა და რეალურს შორის. ზოგჯერ თავად დედას ურჩევნია ბავშვი მშვიდად იჯდეს ტელეფონით. ზოგი დამატებით აქტივობით ტვირთავს და ამით თითქოს უნაზღაურებს აქტიურ დატვირთვას. ზოგისთვის გვიანობამდე სკოლაში დატოვება უკეთესი ალტერნატივაა. თუმცა, როგორ აღიქვავს ამას 21 საუკუნის ბავშვის ნერვული სისტემა და რამდენად სწორად უმკლავდება გარემოს. როგორ აღზარდოთ ბავშვი ტექნოლოგიურ გარემოში, დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი დღევანდელი სტუმარია თამარ ედიბერიძე, ბავშვთა ნევროლოგი. პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ მოხვედით ამ საკმაოდ რთულ და დიდ თემაზე სასაუბროთ. თემა იმდენად დიდია, რომ ყველაფერზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს შეზღუდვა დროის, მაინც გაგვიჭირდება. ამიტომ მოდით
დავიწყოთ პირველ რიგში უფრო მნიშვნელოვანით. მე დავიწყებდი უშუალოდ ასაკი რომ განსაზღვროთ რომელი არის კრიტიკული ასაკი ბავშვისთვის, როდესაც უკვე აი გარე სამყარო ცალკე გავლენას ახდენს, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი როლი ითამაშოს მის განვითარება ჩამოყალიბებაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და აი გარემოს გავლენაზე თუ ვისაუბრებთ, თქვენ ძალიან კარგი შესავალი გააკეთეთ თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, თორემ გარემო ზოგადად გავლენას ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს გავლენას ახდენს დაბადებით. მაგრამ ჩვენ სავარაუდოდ დღეს ვიქნებით აი ამ თანამედროვე გამოწვევებზე და თანამედროვე გარემოს ჭრილში, ასე ვთქვათ, ფოკუსირებული და სამწუხაროდ ეს არის რეალობა და ამას ვერ გავექცევით. ციფრული ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრებაში იჭრება ასევე პრაქტიკულად დაბადებისთანავე. ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ თოთო და ჩვილი ბავშვი თავისით ვერაფერს ვერ მოიპოვებს, სამწუხაროდ არასწორად ეს პრიორიტეტები ლაგდება და ხშირად ჩვენივე ხელით ვთავაზობთ აი ამ ძალიან ცუდ სასუსნავს და ცუდ გასართობს ხელში. გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ წლამდე ბავშვების უმეტესობას ზოგს აშკარად და ზოგს დაფარულად, მაგრამ პრაქტიკულად უმრავლესობას რაღაცა ტიპის გამოცდილება ციფრულ ტექნოლოგიასთან უკვე აქვს. რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ოჯახები, რომლებიც პირდაპირ აღიარებენ და არც მალავენ და ახლა ყველაფერს ვერ დამალავ, ასე ვთქვათ, თვეების ბავშვი, რომელსაც პერსონალური პლანშეტი აქვს. იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მაინც მოუწევს ამასთან ურთიერთობა, ბარემ დაიწყოს, ბარემ ისწავლოს, აგერ ამასობაში ენასაც ისწავლის, ქართულ ერთის და უკვე ინგლისური ეცოდინება და რაც მთავარია, მოდი შევთანხმდეთ და თქვენ სწორედ კარგად თქვით ეს რომ ხშირად მშობლები თვითონ სთავაზობენ ამას, იმიტომ რომ აი ეს ძალიან დიდი ცდუნება. ჩუმი, მშვიდი, ჭყალებში ოღონდ ჩუმი და მშვიდი ბავშვი, გაჩერებული ბავშვი, რომელსაც არ ჭირდება დევნა, არ ჭირდება კარადიდან გამოყვანა, არ ჭირდება სადღაც შეხოხდა, რაღაცა აიღო, არ ჭირდება ჩამრთველებთან და იმასთან ყარაულობა, ცეცხლის წყაროსთან და დენის წყაროსთან ყარაულობა, თითქოს ეკრანმა ეს ძალიან ოსტატურად მოახერხა, უცებ მიიზიდა და რეალურად ბავშვი, რომელსაც მოუწესით უნდა იყოს მოусვენარი, მართლა ერთი წუთი გაჩერება არ უნდა ჰქონდეს, შეიძლება ისე დატოვო დაუშვათ პუფზე დამჯდარი პერსონალური პლანშეტით, საერთოდ წახვიდე, გახვიდე, მაღაზიაში ჩახვიდე, ამოხვიდე, განძრეული არ იქნება მაგერიმდან, სკამიდან. მოდი შევთანხმდეთ, რომ ცდუნება დიდია. რომ ეს გამოვიყენოთ და ნახე, დაილოცა ამის მომგონი. მეორე ცდუნება, რამაც სამწუხაროდ გამოიწვია ესეთი მიჯაჭვულობა და მშობლებმა რომ თვითონ შევთავაზეთ ბავშვებს, ეს იყო კვება. ანუ ეკრანი აღმოჩნდა უნივერსალური ჭყალებში მხარდამჭერი და დამხმარე უჭმელი ბავშვების პრობლემასთან გამკლავებაში. ანუ ბავშვი, რომელიც ესე ზის და უყურებს ამ აცეკვებულ მიკი მაუსს, შოშიასავით აღებს პირს, აჭამე რაც გინდა, რამდენიც გინდა, არ აპროტესტებს არაფერს. და ბუნებრივია, ეხლა ჩვენ თაობები გვახსოვს, ხო, ჩვენი მშობლების თაობა გაჭაღარავებული ბავშვების უჭმელობით. როგორმე ეჭმიათ, როგორმე ლუკმა, ყველა ლუკმაზე იყოთება და უცებ ამ თაობამ ნახა ეს გამოსავალი, ანუ ეს რაღაცა ოთხკუთხედი ნივთი, რომელსაც ყველაფერს გააკეთებინებ ამ ბავშვს. რა თქმა უნდა, ცდუნება დიდი იყო და უცებ გავრცელდა, უცებ აიტაცა ყველა, მაგრამ საკმაოდ მალევე მივხვდით, რომ ეს მთლად კარგი არ არის, მაგრამ ნახეთ, მივხვდით, რომ კარგი არ არის. დღეს ყველა მშობელი გეტყვით, რომ იცით რა, ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმ წუთში დაანებებს, მოგეხსენებათ თანამედროვე პრობლემა. და აი აქ უკვე ვიწყებთ, ნახეთ, უკვე რაში შევდივართ, რომ ანუ ყველამ ვიცით, რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც ვაკეთებთ და აქ უკვე მართლა ის დგება, ანუ თუ ვიცი, რომ ეს ჩემი შვილისთვის ცუდია და ამას მაინც ვაკეთებთ, ახლა ამას უკვე ცუდი სახელი ქვია რეალურად, ხო? მერე იწყება დანაშაულის განცდა, იწყება თვითგვემა, მაგრამ უკვე როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, არავინ აღარ იცის, იმიტომ რომ ისევ ჩემთვის იმდენად მიმზიდველია ეს გაჩერებული და ერთხელაც, მოდი კიდე ერთხელ, მოდი კიდე ერთხელ. მერე ეს რომ რა ვიცი, ყველას ხელში უჭირავს და კი იზრდებიან და კი არიან ცოცხლები და რა ვიცი, ახლა თითქოს ასე უხეშად არავის არაფერი არ სჭირს. ეს არგუმენტები იმდენად ერთმანეთს ებრძვის, რომ ეს ეშმაკი და ანგელოზი მერე ამ მოლაპარაკებაში.
რომ ფაქტია, აი გულახდილად ვამბობ, მშობლებთან მეტი ძალისხმევა ხოლმე საჭირო, რომ დაუმტკიცო, რომ არა, ანუ როგორც არ უნდა შევფუთოთ ეს და როგორც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს ცოტა ხანი, ანუ უსაფრთხო დოზა განსაკუთრებით ადრეულ ასაკში არ არსებობს. მოგვიანებით ასაკში ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ხა გამოქვაბულისკენ არავინ აღარ მივდივართ და ტექნოლოგიები ჩვენი ნაწილი იქნება, მაგრამ სწორი დოზირება, სწორი თანმიმდევრულობა და პარტნიორი ეკრანთან ურთიერთობის დროს. რაც შეიძლება გვიან უნდა დაიწყოს ბავშვის ცხოვრებაში ის ეტაპი, როდესაც ის მარტო რჩება ციფრულ ტექნიკასთან. ეს არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად ვაკეთოთ რაღაცა, მაგრამ პარტნიორს ბევრი რამის განეიტრალება და ბევრი რამის ბალანსირება შეუძლია ტექნიკასთან ურთიერთობაში. ოღონდ ეს უპირობოდ იწყება დაახლოებით 3 წლის მერე. 3 წლამდე უსაფრთხო დოზა ტექნიკასთან მიმართებაში, სადღაც 2 წელიწადია, სადღაც 3 წელიწადია, მაგრამ რეალურად უსაფრთხო დოზა 3 წლამდე ძალიან სარისკოა. შეგვიძლია ცოტა უფრო დეტალურად ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, რატომ, მაგრამ სათქმელი ამით არ შეიცვლება იმის მიუხედავადაც რა არგუმენტიც არ უნდა გქონდეს მშობელს, რომ მარტო ვზრდი, სხვანაირად არ შემიძლია, სხვანაირად აი ბევრი სხვა რაღაცა უნდა დააკლდეს, ნახეთ, სათქმელი მაინც არ იცვლება. ეკრანი ადრეულ ასაკში არის ძალიან ცუდი. ესე იგი შეგვიძლია ერთგვარი მიახლოებითი ხაზი გავავლოთ 3 წელი, ესე ვთქვათ, არის. კი ბატონო. მაგაზე 2 წლამდე კატეგორიულად არა, ყველა წყარო ამაზე თანხმდება, 2 წლამდე კატეგორიულად არა, 2-დან 3 წლამდე აი ესე სულ მგონია რომ მშობლების ზეწოლით არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ხო, ცოტა ანუ მაინც ესეთი რუხი ზონაა, ასე ვთქვათ. აი 3 წლიდან გონივრულობის ფარგლებში უკვე ნამდვილად გარკვეული პროტოკოლებით და გარკვეული რეჟიმით ნამდვილად შეიძლება ზიარება ამ თანამედროვე ტექნოლოგიურ. აი მოდით მაშინ ჩაუღრმავდეთ ბარემ, რადგან ვახსენეთ რამოდენიმეჯერ დოზირება. აი დოზირება როგორ განსაზღვროთ, აი 3 წლიდან დაუშვათ უკვე. კი ბატონო, ანუ მანამდე შევთანხმდით რომ შევთანხმდით რომ არ შეიძლება. რეალურად ნულია. მაგრამ არ და თანაც მე ბარემ დავამატებ ისიც კი რაც შედარებით უსაფრთხოდ ითვლება, მაგალითად კომუნიკაციის რეჟიმში, სადღაც წლინახევრიდან მეტნაკლებად დასაშვებია ვიდეოზარი. ნახეთ, ანუ ვიდეოზარი კომუნიკაცია. ეს არ არის რომ უბრალოდ ჩვენ ვაყურებინებთ ბავშვს რა ხდება, დავუშვათ ეკრანის მეორე მხარეს, იქ დავუშვათ ბებია, რომელიც დავუშვათ ქალაქგარეთ არის ხო, სოფელშია, ოჯახის წევრი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, იქ ხელი დავუქნიეთ, ველაპარაკეთ, გავუზიარეთ, დავანახეთ, ღიმილი გავცვალეთ, ინფორმაცია გავცვალეთ, ეს ურთიერთობაა, ხო? ცოცხალ ურთიერთობას ეს ვერ ანაცვლებს, თუმცა დაახლოებით წლინახევრის ასაკიდან ბავშვს უკვე ვირტუალურსა და რეალობას შორის ამ ტიპის განსხვავების დაჭერა მეტნაკლებად შეუძლია, უნდა დოზირებული იქნება, საათობით ხوار ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში. და თან ნახეთ წლინახევრის ბავშვს მანამდე უკვე უნდა ქონდეს გამოცდილება იმისი, რომ ნახე რეალური ბურთი, ხო, რომელიც კარგი, იმიტომ რომ გაგორდა რეალური საჩხარუნო, რეალური სათამაშო, რომელმაც გამართო და უცებ ამ ნივთის გამოსახულება, რომელიც ორგანზომილებიანია, მაგრამ ასოციაცია არის იმ ბურთთან, შესაბამისად ესეც მომწონს. ნახე რა ლამაზი ფერებია, უკვე პრიალა. მაგრამ მე ვიცი ნამდვილი ბურთის ხიბლი და შესაბამისად ნახატი ჩემთვის მიმზიდველია. მე ვიცი ცოცხალი ადამიანი თავიდან ბოლომდე და უკვე ნახე იმის გამოსახულება, ნახე დედიკოს სურათი, მამიკოს სურათი და უცებ რომ ეს გამოსახულება ალაპარაკდა, მეტნაკლებად ასოცირება რომ ეს დიდი სხეულის ნაწილი, ანუ მარტო თავი კი არ ლაპარაკობს და ეს კი არ არის ნორმა. დიდი სხეულის ნაწილია და რატომაც არა, ანუ გარკვეულია რაღაც ანალოგიების გაწევა შეუძლია. 10 წუთი, 15 წუთი, 20 წუთი ვიდეოზარის პირობებში ნამდვილად არაფერს არ დააშავოთ. მაგრამ ანიმაცია და ან ისე უბრალოდ ჩართული, ანუ მიმდინარე პროცესი, აქ სულ სხვა რისკები ირთვება და თანაც თუ ბავშვი მარტოა ამ დროს და როგორც წესი მარტოა, იმიტომ რომ აბა ამაში ვიყენებთ, რომ როგორმე ძიძად გამოვიყენო ეს ეკრანი. მაშინ ცუდად მთავრდება როგორც წესი ეს. აი როგორ რა პერიოდულობით შეიძლება შეპარება თავიდან დაუშვათ რომ შევაჩვიოთ და არ გამოვიწვიოთ დამოკიდებულება. კი ბატონო, 3 წლის ასაკიდან მეტნაკლებად გავცემთ, ნახეთ, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის რეკომენდაცია. ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია. ეს არ ნიშნავს რომ სასარგებლოა, უბრალოდ უკვე ცოტათი შეიძლება. 15 წუთი, 20 წუთი ტელევიზორი.
ნახეთ, რაც უფრო ვიწროა ეკრანი, რაც უფრო პატარა და ახლოს მოდის თვალებთან, რისკები იმატებს. რაც უფრო ფართოა, რაც უფრო დაშორებულია, დისტანცირებული, უბრალოდ ხა მობილურს შორს ფიზიკურად ბავშვმა შეიძლება დეტალიზაცია ვერ მოხდეს, ანუ ფართო ეკრანი გჭირდება. მაგრამ ტელევიზორი დააკვირდით დისტანცირებულია, შუაში სივრცეა, ჩემი ფიზიკაში ზღუდული არ არის, მოვტრიალდი, გავიხედე, გამოვიხედე, გავირბინე და პარალელურად არის ტელევიზორი. და ამ დროსაც ვამბობთ, რომ 15-20 წუთი ზედიზედ განსაკუთრებით თუ ეს არის ანიმაცია, ნახეთ, განსაკუთრებით მჭახე ფერები, განსაკუთრებით კაშკეს არ არის რეალური გამოსახულება და ეს არ არის საბავშვო კონცერტი მაგალითად, სადაც ბავშვები მღერიან, ან რაღაცა ხეები და ცხოველებია. და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვს ყავდეს პარტნიორი. და ამ დროს ვამბობთ ხოლმე, რომ ერთად თუ მე არ მცალია, ბავშვი ტელევიზორს არ უყურებს. თუ გცალია, ანუ ძიძა ვერ იქნება, იგივე ეს არის, ძიძა ტელევიზორი ვერ იქნება, მაგრამ ერთად ვზივართ, ხო? და ლამის ტელევიზორზე მეც მე ვლაპარაკობ. რომ ნახე როგორ გაიქცა. დავეციეთ, აბა ეხლა ტაში დაუკართ, აბა დაეწევა თუ არ დაეწევა. მიდი, ფისო, მიდი და ვამხნევებთ ერთმანეთს, შევხედეთ, ემოცია გაუზიარეთ. მოდი ახლა ჩვენც ვიცეკოთ ამასთან ერთად, რაღაცა რეპლიკა დავადევნეთ, ხო? ეს უკვე არის ურთიერთობა. და პარტნიორი ამ შემთხვევაში, როგორც კონცენტრირებული წვენი გააზაოთ, ნახეთ, კონცენტრირებული დოზა რამე მავნე ნივთიერების გააზაოთ, დაახლოებით ამას აკეთებს. იმიტომ რომ თუ რამეს ურტყამს პირველი დაუშვათ ეკრანის გამოყენება, ეს არის სწორედ რეალური ურთიერთობების ბლოკი. ის იმდენად მიმზიდველია. ჩვენ ძალიან გვიჭირს მასთან კონკურენციის გაწევა. ძალიან გვიჭირს. დათვლილია კვლევა ამაზე ჩატარებული. უბრალოდ პასიურად ჩართული ეკრანი ოთახში და ნახეთ, ანუ საუბარია პასიურ ეკრანზე, ანუ ამასაც ხშირად არგუმენტი აქვთ ხოლმე მშობლებს, რომ მთელი დღე კი ეკრანი ჩართული, მაგრამ ბავშვი იმას არ უყურებს, ის თავისთვის არის. პასიურად ჩართული ეკრანი და დედაშვილი სახლში. აღმოჩნდა, რომ დედის კომუნიკაცია ბავშვთან, მისი სიტყვების პროდუქცია, ანუ ვერბალური კომუნიკაცია ერთმანეთთან დაახლოებით 1/5, 1/4 უფრო ნაკლები იყო იმასთან შედარებით, ვიდრე როდესაც გვერდზე ეკრანი არ იყო. მაშინაც კი, როცა დედა ამბობდა, რომ მილიონჯერ აქვს ის დაუშვათ კლიპი ნანახი და თვითონაც არ აქცევს ყურადღებას. ის მაინც თავისას. ამიტომა ეკრანებს იყენებენ მაგალითად, სადაც რიგია, სადაც შეიძლება დალოდება გჭირდებოდეს, მაგალითად შორი მგზავრობის და იმის დროს, ანუ ჩართულია რაღაცა სულ ანუ მილიონჯერ ერთი და იგივე ტრიალებს. მაგრამ ეს რაღაცნაირად გართობს, რაღაცნაირად გადადის და ნაკლებად აწუხებ გვერდში მყოფს. ნაკლებად იწყებ რაღაცა დაუშვათ აი სოციალურ აქტივობას, ნაკლებ პრობლემას ქმნის ასეთი ადამიანი, რომელიც არის ეკრანის გვერდზე, მაგრამ ჩვენ ხო არ გვაწყობს ეს ბავშვთან. ბავშვი მეცნიერი ბავშვმა უნდა შეიმეცნოს, ბავშვთან თუ უკავშირი არ გვაქვს, დავიღუპეთ, უკავშირის ხარჯზე უნდა ისწავლოს მან. ამიტომ პასიური ეკრანიც გამორიცხულია, მაგრამ აქტიური ყურება პარტნიორთან ერთად 15-20 წუთით ვიწყებთ, დღეში არაუმეტეს 1 საათი. სასურველია რომ იყოს თანაბრად გადანაწილებული, განსაკუთრებით თუ ეს არის ანიმაცია. თუ ეს არის მაგალითად ცოტა დროში გახანძლებული, მაგრამ საბავშვო კონცერტი, ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ჩვეულებრივი ხეებია, ჩვეულებრივი ცხოველები, ცოტა შეიძლება უფრო გავთამამდეთ და აქაც არის გარკვეული წითელი ხაზები. ნახეთ, ის დასაშვები დროც კი არც 3 წლისთვის და არც ჩვენთვის თქვენ წარმოიდგინეთ. სასურველია არ იყოს ძილის წინ 2 საათი ეკრანებისგან უნდა იყოს თავისუფალი. ამას ურჩევენ ზრდასრულებსაც, თუ ეს არ არის გამოუვალი მდგომარეობა, რომ სამუშაო მაქვს იმ ლეპტოპში. ძილის წინ 2 საათი გავის უნდა იყოს, დაცული უნდა იყოს, არ შეიძლება ჭამის დროს. და ამ დროს წარმოიდგინეთ, ზუსტად ჭამამ შემოიტანა ეს ეკრანები. და ცოტა მოზრდილ ბავშვებთან ვამბობთ, არ უნდა იყოს მეცადინეობის წინ. ბავშვი მოვიდა სკოლიდან, ნუ ცოტას დავისვენებ რა, დედა, კი ბატონო, დაისვენე, ვინ გეუბნება, რომ პირდაპირ სწავლა დავიწყოთ, მაგრამ ეს დასვენება არ უნდა იყოს გაჯეტი. ანუ კონსტრუქტორი, ფაზლები, რაღაცები, ოღონდ არა გაჯეტი. ეს 3 წითელი ხაზი რჩება და ეკრანთან ჭამა ეს კიდე იმდენად ბრჭყალებში ძალადობის პროცესია კუჭნაწლავზე, რომ ნელ-ნელა რეალურად ჩვენ შეიძლება კუჭნაწლავის დაზიანებისკენ მივდიოდეთ და ეს ილუზია, რომ სამაგეროდ ბავშვი ნაჭამია, რეალურად ოღონდ მალე არ ხდება ეს პრობლემაც ამაშია, ეს გვერდით ეფექტები მალე არ ვლინდება, გამოვლინდება 6 თვეში, 1 წელიწადში, 2 წელიწადში, ხა 2 წელიწადში რომ ბავშვს გასტრიტი აქვს, ვინ დააბრალებს 2 წლის წინ რომ მიკი მაუს
ბავშვს უყურებდა იმის ჭამის სუპის ჭამის დროს, ხო, ეს არის. ამ დროს რეალურად ნაწილობრივ ნახეთ და თანაც აქ არის რომ აი ესე ერთ-ერთში რომ აი როგორც რაღაცა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ მე ხიჭვი შემერჭოდა აქედან გამომდინარე სისხლი წამომევიდა, ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ასე ერთ-ერთში არ არის და ესეც არის ხოლმე მოწინააღმდეგეების ასე ვთქვათ არგუმენტი რომ აი ყველასთან რაღაცა იქაც იყო იქაც, მაგრამ პრობლემა სხვადასხვა. ჩვენ განვიხილავთ გაჯეტებს როგორც სასუქს. ანუ რისი განწყობაც მაქვს იმის მიმართ უფრო მოწყვლადი ვხდები გაჯეტის ფონზე. იქნება ეს ყურადღების დეფიციტი, მეტყველების შეფერხება, სხვა სოციალური უნარების დეფიციტი. აგერ ყველას მაინდამაინც უჭისყლული კი არ დაემართება თუ ის მულტფილმზე იმას უყურებს, მაგრამ ვინც განწყობილია, იმასთან უფრო მალე დადგება ეს პროცესი და ნუ ხა რისკების ზედმეტად და არაგონივრულად ზრდა ასევე არ არის გამართლებული, ხო? კი, მაინც ჩავამატებ უბრალოდ ერთ-ერთი მახსოვს ყავდა ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში მაგ საკითხთან დაკავშირებით ექიმი და იმან გითხრა რომ ღეჭვის პრობლემა და უშუალოდ საკვები ჩადის სხვა რო არაფერი არასწორი ფორმით კუჭში. კი ბატონო, ანუ შეგვიძლია ეს გავშემთო რომ ეს ტვინსაც უკავშირდება. კვება არის ძალიან მძლავრი გამოცდილება ტვინისთვის. ეს არის სენსორული, მექანიკური პროცესი, მოტორული პროცესი, მათ შორის სენსორული პროცესი, გემოა, ტემპერატურაა და რაც მთავარია, სიამოვნებაა. ჭამა არის სიამოვნების, ემოციის ძალიან ძლიერი წყარო. იმას რო თავი დავანებოთ, რომ თვითონ შიმშილი, ეს არის ერთ-ერთი ფიზიოლოგიური პროცესი ჩვენს ორგანიზმში და ბავშვმა უნდა ისწავლოს მისი გაცნობიერება, რომ მე რო ეხლა ცუდად ვარ, ამ ცუდად ყოფნა შიმშილი ქვია და შესაბამისად საჭმელი რომ ჭამე, დავიკმაყოფილე ეს შიმშილის გრძნობა. სხვა შემთხვევაში სხვა რამითო ვიყავი ცუდად. ეხლა თურმე მშია ამ შემთხვევაში. ნახეთ, ჭამა სჭირდება პრელუდია. კუჭი საჭმლის მონელება სჭირდება პრელუდია. საჭმლის მონელება არ იწყება, როცა ჩვენ ლუკმა ჩავიდეთ პირში. იწყება უკვე რომ მშია იქიდან და ამის გაცნობიერებიდან და უკვე იქ რო სუფრა იშლება, იქ რო სურნელი დადგა, იქ რო ჭურჭელი აწკრიალდა მაგალითად. სასიამოვნო, არასასიამოვნო. ნახეთ, ჩვენ რამდენ დასკვნას ვაკეთებთ, ცხელი კერძია თუ ცივი კერძია, ტკბილია თუ მწარია გამოცდილება თუ მაგ ხო ამისი და ნერწყვი, როდის იწყება ნერწყვის გამოყოფა და დააკვირდით, პირი მშრალი არ გვაქვს, ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის. ეს არის რომ ნერწყვი გამოიყო პირში და კუჭის წვენი იწყებს იმას დრო ჭირდება რომ ნელ-ნელა მოემზადოს და უშუალოდ იმ საკვებისთვის. მაშინ როდესაც ლუკმა მოვკბიჩეთ და ვიწყებთ იმის ღეჯვას, მაშინაც კი თუ ის ფაფისებურია, ნახეთ, ჩვენ ხო პირდაპირ ესე არ ვყლაპავთ, დააკვირდით, ენა ამუშავებს მაინც საკვებს, იმ ფაფასაც კი ვატრიალებთ პირში, ვრწმუნდებით, რომ ის ჩაყლაპისთვის მზად არის და ვყლაპავთ. ეს არ არის, ჯერ ერთი ეს არის გამოცდილება, ენის მოძრაობა, რეცეპტორებმა შეიგრძნო, ტვინმა იმუშავა, უკვე მუშაობას იწყებს და თვითონ ეს საკვები უნდა გაიჟღინთოს ნერწყვით. მექანიკური ჭამის დროს რა არის ბავშვს შეასავით აქ პირი ღია არც ღეჭავს წესიერად დასაღებს თუნდაც დაბლენდერებულს ვაჭმევდეთ ამ შემთხვევაში პირდაპირ იყლაპება ის ელემენტარულად ნერწყვით დამუშავებას ვერ ასწრებს და არის ნივთიერებები რომელიც პირშივე უნდა დამუშავდეს კუჭს მერე სხვა საქმე აქვს ამ შემთხვევაში ეს სწრაფად მიღებული საკვები ჩვენ ჩვეულებრივ უფრო ნელა ვჭამთ ვიდრე ესე მექანიკურად ჩქარა ნაჭამი როდესაც კუჭი სწრაფად ჩავიდა საჭმელი, ნახეთ სწრაფად დაედო ერთმანეთს. კუჭის წვენმაც ხო უნდა გაჟღინთოს ის ლუკმა. ყველა შემდეგი ლუკმა ვერ მოასწრო. დაგროვდა, გარედან გაიჟღინთა, შიგნით შეიძლება სხვა პროცესი წავიდეს, ცუდი პროცესი წავიდეს, ხო? და შემდეგ ეს ნახევრად დაუმშვებელი, ნახევრად ადუღებული, ნახევრად ესეთი დაშლილი თუ ესეთი პროცესი გადავიდათ, ახლა ნაწლავებს თავისი პრობლემა შეექმნათ. მე ნაწლავი ამასობაში ასწრებს იმის გაცნობიერებას, რომ მას აჭმევენ და ახლა იქ საჭმელი მივა, მაგრამ ახლა ის არასათანადოდ დამუშავებული ლუკმა სად გამოიწვევს პრობლემას არავინ არ იცის. ხო? და იმას რო თავი დავანებოთ, თვითონ საკვები რამდენად ჯანსულ იმას ვწუწუნებთ, რომ საკვებიც არაჯანსაღია. და კიდე ის არასწორად დამუშავებული ჩავუშვით, რას ვერ ჩით მაშინ ჩვენ კუჭნაწლავს ხო პირდაპირ განწირული გვაქვს იმისთვის, რომ იმან პრობლემა გამოაჩინოს. და ყველაზე მთავარი ისევ თავში რომ დაუბრუნდეთ თუ ყველაზე თუ რა ვიცი ნაკლებად. ნახეთ, ბავშვი ვერ ასწრებს ამ გამოცდილების დაფიქსირებას. მისი ტვინი დაკავებულია იმით, რომ უყურებს მულტფილმს. ვერ მოასწრო ლუკმის გაცნობიერება, ანუ კვებასთან დაკავშირებული უნარები, კვებასთან დაკავშირებული ემოცია ვერ მოასწრო, ეს გამოცდილება ვერ შეიძინა და როდესაც ამას უკეთებთ 1, 2, 3 წლის ბავშვს, არ შეიძლება. არ შეიძლება.
სხვა ალტერნატიულად ვერ ვიტყვით, უბრალოდ არ შეიძლება. არ შეიძლება. ეხლა ცოტა თავს ვიმართლებ ჩემ პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. 4-ის ხდება კი ბატონო. ამ თვეში უფროსი ვაჟი და იგივე პრობლემებს რო წავაწყდით და ეს სტუმრად რო დავიწყეთ სიარული და იქ ბიძაშვილები რო მიირთმევენ ამით და მოგვიწია რაღაც დათმობების გაკეთება. შემოვიტანეთ ესე ვთქვათ ცხოვრებაში ტელევიზორი თოღონდ, მაგას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და ვაკონტროლებთ. და თავიდან ვცდილობდი მეჩვენებინა არა ანიმაცია, არამედ დაუშვათ დოკუმენტური ცხოველებზე. მაგას ვაკონტროლებდი, რომ ნაკლები აგრესია ყოფილიყო. ან დაუშვათ საფეხბურთო მატჩი, აი სპორტული ღონისძიება და თავისთავად ეგეც არ იყო სწორი და კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ რამდენად ალტერნატივა ანიმაციასთან ამდენად არის ეგეთი. შედარებით შერბილებულია ეფექტი, როდესაც იქ არის ჩვეულებრივი ბავშვები, ჩვეულებრივი, თუმცა ეკრანის ფენომენი მაინც ეკრანის ფენომენია. ის რაც ჩვენ მშობლებს ჰქონდათ მოფიქრებული, ნახეთ რომ იქ თვითმფრინავი მოფრინდა, ერთი გაჩერება, მეორე გაჩერება, იქ მატარებელი დაუშვათ დავჭერით ერთი ვაგონი, მეორე ვაგონი, ხო, იქ თებში ლამაზი თებში და აბა დათუნიას თავი გამოუჩნდა, ეხლა კალათა გამოუჩნდა, ეს გამოუჩნდა. ეს ნახეთ, ესეც გართობაა თითქოს, ხო? მაგრამ ეს არის ბუნებრივი წესით, ასე ვთქვათ, გართობა და ამისთვის თავის ტვინი ახერხებს იმპულსების გადანაწილებას. როგორც კი ეკრანი ირთვება, ნახეთ, ჩვენი შინაგანი იმპულსების მიმართ მიმღებლობაც ჩლუნგდება ცოტა. ხო? ამიტოა რომ ჩვენ მეორეს მხრივ მაგალითად ეკრანებს ვიყენებთ მტკივნეული მანიპულაციების დროს ემოციის შერბილებისთვის და ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ბრჭყალებში ნებართვას გვაძლევს, იმიტომ რომ მან სხვანაირი ლაგდება ღირებულებები სიტყვაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მანიპულაცია ერთი და მეორე 100 წელი ბავშვი ხა სტომატოლოგს არ მიეჯაჭვება, იმიტომ რომ იქ მულტფილმს აყურებინებენ. ხო, აქ ნაკლებია მიჯაჭულობის ისა. მაგრამ სახლში ნაყურები და მშვიდ და წყნარ გარემოში ძალიან მიმზიდველია ეს. ამიტომ მაინც ითვლება, რომ გამოსავალი არ არის. შეიძლება შევარბილოთ ხა ნარკოტიკის არ იყოს, კოკაინის ნაცვლად გადავიდეთ სიტყვაზე მარიხუანას არის. მოდი რამდენად ორივე მაინც უარყოფითი ეფექტია კი. მაგრამ ის რაც თქვით სიტყვაზე რომ აი ნათლობა, ასე ვთქვათ, ეკრანთან ნათლობა ანიმაციით კი არა, რეალური ისეთი ჩანახატებით და დოკუმენტურით დავიწყოთ, რომ აი ძაღლი როგორ თამაშობს მინდორში და იქ ფისო გამოვიდა და ვისაუბრეთ, რომ ცოცხალი ძაღლი შეიძლება ყოველდღე არ მყავდეს და შევანაცვლო ამ შემთხვევაში. ეს ამ ხრივ შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ კვების დროს მაინც ნახეთ, აი ისევ მშობლის ის არის, რომ აი მაინც პოულობთ გამოსავალს. სულ ხუმრობ ხოლმე, რომ იმდეს გევაჭრება მშობელი, თორე როგორმე იქნებ დართონება, რაღაც კურთხევა გამოგწყოს, რომ როგორმე თან თვითონ ხდება, რომ არასწორს აკეთებს, მაგრამ აი შენ უნდა დართონება, რომ ხო, კარგი არაუშავს და ვეუბნები, რომ მე ახლა რაც არ უნდა გამომტყუოთ ეს სათქმელი არ იცვლება, ანუ ტელევიზორს არ შერცხვება თქვენი შვილის გესმით და სხვანაირ გავლენას არ მოახდენთ ტელევიზორი ამაზე. ამიტომ არ არის ეს გამოსავალი. და დღეს მადლობა გმირთ, აი ერთი პერიოდი 1-3-4 წლის წინ ძალიან ცუდი ის იყო ტენდენცია. ეხლა უკვე იმდენი ითქვა ამაზე. უკვე იმდენი დაიწერა, რომ აი თუნდაც ის რომ აი რა ვიცი არ ვიცოდი. მე თვითონ ვხვდებიან რომ ხო, ალბათ უნდა მცოდნო და იგივე მშობლები, რომ თუ ვკითხულობ რა არის ჯანსაღი კვება, რა არის ჯანსაღი ტანსაცმელი და ჯანსაღი სათამაშო, ეგეც უნდა ვიკითხო, რომ ჯანსაღი არ არის ეს სიტყვაზე. და ამიტომ ნახეთ, თვითონვე მშობლებმა აი ესე ძალიან დამოკიდებულმა, ასე ვთქვათ, ოჯახური მასშტაბით დამოკიდებულმა ოჯახებმაც აღიარეს, რომ არც ისე რთული იყო, თუ ჩვენ მოვნახეთ დრო, რომ მე დავჯდე ჩემ შულთან სათამაშოდ და კვებასთან მიმართებაში ძალიან კარგად მუშაობს პარტნიორი. პარტნიორი კვებაში. ანუ მარტო ბავშვი კი არ მყავს გამომწყდეული თავის მაგიდაში და იმას კი არ ვაძალებ, რომ ჭამოს, ერთად ვჭამთ. გავშალეთ სუფრა, მე ჩემი თებში მაქვს, მას თავის თებში აქვს. მას შეიძლება ყავდეს ასისტენტის სიტყვაზე, ან მე ვაჭმევ ბავშვს, მაგრამ წინ ზის მაგალითად სხვა ოჯახის წევრი, რომელიც სასურველია იგივე სჭამდეს, რასაც ჭამს ბავშვი, ან მსგავს რაღაც მას ჭამდეს სიტყვაზე კერძს და აი მიბაძვით, ნახეთ, პირველივე ცდაზე ამან შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე ცდაზე თუ ეს რუტინაა, თუ ეს კულტურაა, რომ ერთად ვჭამეთ, როგორც წესი ამართლებს. მთავარია მოთმინება გვეყოს და ისევ მივდივართ იქიდან, რომ მთავარია გქონდეს დრო. კიდევ ერთი კითხვა, რაც ამომიტივტივე ახლა თავში, თქვენ თქვით, რომ აი ბოლო წლებში ზოგმა თავისი
მეგობრისგან, ოჯახის წევრის გამოცდილებით მივიდა ამ დასკვნამდე. მაგრამ ადრე ძალიან ხშირად ხდებოდა ეს პასუხი, რომ არ არსებობს კვლევა, არ ვიცით რეალური, ესე ვთქვათ, ეფექტი. აი, კვლევები თუ წამოვიდა უკვე. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით კიდე, როდესაც პირველად დაიწყო ეს ზუსტად ერთ-ერთი პირველი კვლევების გამოქვეყნება, დაიწყო ეს გაჯეთ დამოკიდებულება და გვერდითი ეფექტები. რა თქმა უნდა, ბუნებრივია იქიმიც, არა იქიმიც, ყველა ველოდებოდით, რომ იყვნებოდა ნერვულ სისტემაზე გავლენა, აგერ ქცევა, ემოციები, თვალები, ბატონო, ხო, მშრალი თვალის სინდრომი და ასე შემდეგ. იცით რა იყო პირველი გვერდითი ეფექტი? ზურგი და ხერხემალი. და რატო? იმიტომ რომ ეკრანი აჩერებს, აი ზუსტადაც აჩერებს, ფიზიკურად აჩერებს ბავშვს. და სწორედ ეს გაჩერება და არამოტორული აქტივობები აღმოჩნდა არანაკლებ თუ მეტად დამაზიანებელი არა. პატარა ბავშვი ადრეული ასაკიდან მოტორული უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თვითონ თავის ტვინიც ისეა მოწყობილი, რომ ერთ-ერთი დიდი ადგილი უჭირავს სწორედ მოძრაობას და მის მაკონტროლებელ სტრუქტურებს, ხო? არის უბანი, რომელიც ჩვენს მარტივ მოძრაობებზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ამ მოძრაობას უნდა დაგეგმვა, გადაწყვეტა, ხო? და მერე უნდა კონტროლი, ხო? ის რომ მოძრაობა იყოს უწყვეტი, თანმიმდევრული, ბალანსი, კოორდინაცია, ხო, თან ხმდებით ამას. შუბლი ტვინის ღერო, უკან ნათხემი მაგალითად ქერქვეშა ბირთვები, ასე შემდეგ, ანუ ფაქტიურად ესეთი გინდა რკალი დაარქვით, გინდა ქოლგა დაარქვით, უმეტესი ნაწილი თუ ყველა არა ჩართულია ხოლმე ჩვენი მოძრაობის კონტროლში. როგორც კი თქვენ აჩერებთ მოძრაობას, ეს სტრუქტურები იმ ეტაპზე ფუნქციას კარგავს. ხო? და განვითარებადი ორგანიზმისთვის ეს არის კრიტიკულად ცუდი. ვინაიდან ადრეულ ასაკში თუ უწყვეტ რეჟიმში არ ვითარდება, თუ ჩვენ პროგრამა არ მივეცით ტვინს, რომ ეს უბნები რისთვის მჭირდება და არ დავუმტკიცე, რომ ეს უბნები მჭირდება, ის რატო განვითარდება, არ განვითარდება, ეს გარანტირებული სხვა რა. და შესაბამისად, ნახეთ, არ განვითარდება არასრულყოფილად სიტყვაზე, ხო? ხა, რაც არ უნდა ბევრი აყურებინოთ, ბავშვ პლანშეტი არ ნიშნავს, რომ მას სიარული დაავიწყდება. მაგრამ აი ამ თავის ტვინის უბნებში მუშაობა ისეთი ვერ იქნება, როგორიც იქნებოდა ფეხბურთის თამაშის შემთხვევაში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ხო ესეთი ყბადაღებული თემა, ტვინის გამხსნელები, მაგალითად, რაღაც სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ეს მითია. ამაზე მითიური სიტყვების შეთანხმება ალბათ ძნელად მოისწრება, მაგრამ ფიზიკური აქტივობა არის სწორედ ის, რაც ყველაზე დიდად აცოცხლებს ტვინს. ხო, იმიტომ რომ ის ზუსტად ფაქტიურად ყველა უბანია, მათ შორის ზრდასრულებში, ხო, სულ ვამბობთ ჩვენ, რომ ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, სწორი ფიზიკური აქტივობა არის ჯანმრთელობის, მათ შორის ჩვენი შემეცნებითი აქტივობის, გახალგრძლივების და გაახალგაზრდავების საფუძველი და განვითარებადი ბავშვი, რომელიც ამის გარეშე ფიზიკურად ვერ განვითარდება, მისი ტვინი სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდეს. პირველი 2 წელი არის მნიშვნელოვანი აი ნეირონების განვითარებისთვის, ანუ პირველ 2 წელიწადში ფაქტურად ის ნეირონები, რითიც ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიცხოვროთ, ის ნეირონები უკვე გვაქვს 2 წლისთვის. ამიტომ პირველი 2 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იქ რამე შეფერხება არ იყოს. აი მერე 5 წლამდე ტვინი ფაქტიურად ასრულებს სტრუქტურულ სრულყოფას. ანუ სადღაც 10% გვაქვს მერე ადამიანებს, რომ დავამატოთ რამე შემდეგ დავუშვათ წლებში და შემდეგ ცხოვრებაში. მაგრამ 2-დან 5 წლამდე ახალი ნეირონები არა, მაგრამ წარმოიქმნება ნეირონთა შორისი კავშირები. ანუ ერთი ნეირონი რაც უფრო ბევრს უკავშირდება და რაც უფრო სწრაფად შეუძლია იმპულსების გაცვლა, ასე ელაპარაკებიან ნეირონები ერთმანეთს. ასე ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ინფორმაციის დაბადება, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა უბანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რაც უფრო ბევრია ეს ქსელი, ნეირონული ქსელი, მით უფრო სხარტია ჩვენი აზროვნება. ეს უნდა ჩამოყალიბდეს პირველი 5 წლის მანძილზე. რაც უფრო ბევრია ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი გარემო და ესეთი ბუნებრივი ხელით და ფიზიკურად გასაკეთებელი საქმე, მით მეტი შანსიც გვაქვს და მით უკეთესია ამის შედეგი. ეკრანის ყურების დროს ხდება გადატვირთვა ცალკეული უბნების, ეს არის ვიზუალური მხარე და ეს არის დავუშვათ სმენა, ხო, ამ შემთხვევაში. დანარჩენი უბნები ცოტა დრეიფობს. იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ეს არ არის. და მას რაც უფრო ცოცხლად რო უყურებს ფეხბურთის
მატჩს, ეს სულ სხვა შეგრძნება, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მის თავის ტვინშიც კი აქტიურდება რაღაცები, მაგრამ ჩანაწერის დროს ეს იყო ძალიან სუსტი ან პრაქტიკულად არ იყო. ამიტომ პირველი 5 წელი მაქსიმალურად ცოცხლად, ბუნებრივ და შეგრძნებებზე და გამოცდილებაზე უნდა ვიყოს და უკვე განვითარებული ტვინი ინფორმაცია დაგროვებული, აი ამ გამოცდილება მიღებული ტვინი უკვე ნაკლებად მოწყვლადია, ნახეთ. მე იმასაც უყურებს, იმიტომ რომ მან უკვე იცის ბუნებრივად ფეხბურთის თამაშიც და იცის ეს. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ მაგალითად ყველა მას სპორტს ხო ვერ აყურებინებ ესე, მაგრამ ძირითადი რუტინული რაც არის, პირველი 5 წელი მაინც ჯობია რომ იყოს ბუნებრივ შეგრძნებებით და მინიმალური იყოს ვირტუალური. ასე კარგად განვითარებული ტვინი, ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ 5 წლის მერე საათობით შეიძლება მან უყუროს, მაგრამ აი უკვე უფრო მზად არის იმ თითო საათით რომ გავზარდოთ და უშუალოდ დრომასთან და რაც თავარია ნელ-ნელა დავაპატარაოთ ეს გაჯეტი და ნელ-ნელა გაჯეტი მოდის თვალებთან. ანუ სასკოლო ასაკში უკვე მეტნაკლებად კომპიუტერის ეკრანი, რომელიც ნახეთ, ცოტა ახლოა და უფრო შეზღუდულიც ვარ, ნახეთ, აი ესე ვარ უკვე, ხო, ანუ ეს აღარ არის ტელევიზორი. და მობილური გაჯეტი, რომელიც ხელში მიჭირავს და ჩემთან ერთად დადის. ეს დამატებითი ის არის, ნახეთ, კიდე გამოწვევა. მონიტორი ფიქსირებულია და ჩემი თავი მოძრაობს, მაგრამ როდესაც ესეც მოძრაობს, იქ უხერხული პოზა და ასე შემდეგ, ეს კიდე დამატებით გამოწვევა. ანუ ამისთვის მე უკვე მზად უნდა ვიყო, ხო? რომ აი ეს პატარა მანათობელი ეკრანი და თან თვალებთან ახლოს იყოს. სხვათა შორის ადრეულ ასაკშიც აი თუნდაც ეს ტელევიზორის ჩარჩო. თვითონ მწვრთნელები, აი ფეხბურთის მწვრთნელი, კალათბურთის მწვრთნელი, რომელიც დიდ სტადიონზე და დიდ სივრცეში წვრთნის, ხო, ბავშვებს, ანუ თამაში, რომელიც დიდ სივრცეშია. ნახეთ ჩვენ პერიფერიული მხედველობა როგორ გვჭირდება ამ დროს და ეკრანი რა შვება, როდესაც ადრეული ასაკიდან დიდი დოზით არის ეკრანი, პერიფერიული მხედველობა თითქოს რა ჭირდება, არ ჭირდება, რისთვის ჭირდება, ხო? ამ ჩარჩოზეა ორიენტირებული და ახლოს რო არის საერთოდ. და აი ეს აღქმა, დიდი სივრცის აღქმა, ისე რომ ლამის ზურგით ვხედავდე მე თავდამსხმელს და უკვე რეაგირება მოვახდინო, უფრო შესუსტებული იყო ამ ბავშვებში, ვიდრე დაუშვათ წინა თაობებს, რომელსაც წვრთნიდა ის გამოცდილი მწვრთნელი. ანუ თვითონ ყველანაირ სამეცნიერო კვლევის გარეშე თვითონ მწვრთნელები მივიდნენ ამ დასკვნამდე. და ბავშვი, რომელიც ამას უყურებს, პერიფერია ცოტა ჩლუნგდება, მაშინ როდესაც უბრალოდ პარკში გასეირნება, უბრალოდ ღია სივრცეში გასეირნება, თუნდაც ერთი და იგივე პარკში დავდიოდეთ, ნახეთ, აი ეს 360 გრადუ, 180 გრადუსით და აი ეს მთელის არის სულ შემოდის ინფორმაცია, თანაც მშვიდად ძალდატანების გარეშე, ზედმეტი ძალადობის გარეშე ტვინს და სიამოვნებით, ხო? ბავშვი ერთად წავედით, ვხალისობთ, ვიცინით სიტყვაზე, ხომ მშობელთან ატარებს, საყვარელ ადამიანთან ატარებს, ამ დროს იქ ძაღლი გამოიქცა, იქ ჩიტი გაიქცა. ერთი და იგივე პარკშიც რო დადიხართ, ნახეთ, ის პარკი ხო სულ ერთნაირი პეიზაჟი არ იქნება, ხან ფოთოლია სხვანაირად, ხან ჩიტია სხვანაირად, უკვე მრავალფეროვანია. რატო აღარ უნდათ ბავშვებს მერე შემოსვლა, ხო? იმდენად ისეთი ბევრი შემოდის და აი თეთრი ხმაური, ხო, რომელიც ამ დროს პარალელურად ისმის, ესეც არის ზუსტად აი ეს ყურადღების ფოკუსირება, გაფილტრა ხო რაღაცები, ზედმეტი ხმები და უკვე ფოკუსირდა დაუშვათ ერთ ჩიტზე, ხო, აი იქიდან ფისო წამოვიდა, მე ნელ-ნელა წავიდა იქ რაღაცა შეგრძნებები, ხო, ხელი მოვკიდეთ, სუნი შევიგრძენით, ხო? და უკვე ნელ-ნელა ძალიან ბუნებრივად დაგროვდა ეს ინფორმაცია. მაშინ როცა ეკრანთან არის შაბლონური, არის დაშტამპული, არა აქვს მას რაღაცა მერე განვითარების ნაწილი და აი ეს დოფამინი, რომელიც მეუბნება, რომ ეს უფრო კარგია, ანუ ის ნახეთ, თითქოს ესეთი ტროას ცხენივით ყავს აგენტები ჩემს ორგანიზმში, ანუ ჩემი ორგანიზმი გამოიმუშავებს სიამოვნებას და აქეთ მაჯერებს, რომ ის კარგია, იმიტომ რომ ეს ხო მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ჩემს ორგანიზმში გამომუშავდა ეს და ის თითქოს არაფერ შუაშია, მე გადავწყვიტე ეს, ბავშვმა გადაწყვიტა ეს, რომ ის კარგია, ხო? კიდევ ერთი რამ, რაც ამ თემაზე მინდოდა, სანამ გადავიდოდეთ ცოტა უფრო ასაკից რო გავზარდოთ ცოტა და სხვა ასაკից ვისაუბროთ. კიდევ ერთი გამართლება, ესე ვთქვათ, რაც მსმენია არის, რომ თქვენც ახსენეთ, ისწავლა ინგლისური, ისწავლა ლექსები, სიმღერები. ესეთი ნასწავლი ინგლისური ამ ასაკში რამდენად ისწავლა? არაჩვეულებრივი კითხვაა ესეც, ნახეთ.
რა თქმა უნდა ისწავლა, ანუ სიტყვები ისწავლა და იმახსოვრა და ის რომ მე ამ ასაკში საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური თუ არსებობდა და ეს უკვე ლაპარაკობს იმ შაბლონური ფრაზებით, ანუ ის რომ ჩემზე მეტი იცის, ვიდრე მე ვიცოდი 3 წლის ასაკში, აღმოჩნდა რომ სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩემზე ჭკვიანი იქნება, ხო? ცალკეული ცოდნის დაგროვებას ამან შეიძლება შეუწყოს ხელი, მაგრამ ამაზე პირდაპირ კვლევებიც არის ჩატარებული, მაგალითად, როცა ენას ასწავლიდა დავუშვათ ეკრანი და ენას ასწავლიდა ცოცხალი მატარებელი, ანუ ცოცხალი ადამიანი. კომუნიკაციისთვის ცოცხალი ენა, მოქნილი ენა, ცოცხალი ურთიერთობის გარეშე არ ისწავლება. მან შეიძლება ასწავლოს ლექსიკა, ასწავლოს შაბლონური ფრაზები, რომელიც მინიმალურ სიტუაციაში შეიძლება ჩათვალო, რომ მეტი არც მჭირდება, მაგრამ რასაც ქვია ენა, ანუ სრული თავისუფლად ენის მატარებელი, ცოცხალი კომუნიკაციის გარეშე არ განიხილება. და ცოცხალ ურთიერთობაში ნახეთ, როგორი იქ შვიდან დაიწყო წინადადება, იქ უცებ რაღაცა, იქ სლენგია, იქ რაღაცა დაუშვათ გრამატიკული რაღაც ცოტა ესე თუნდაც იგივე შეცდომები და თანაც ცოცხალ ურთიერთობას ემოცია ახლავს, ხო? გაგებაშიც მეხმარება, იქ უკვე რაღაც წინასწარ შემზადებული ვარ რაღაცაში. მაშინ როცა ეკრანი შაბლონურად ერთი და იგივე ტონით ლაპარაკობს და ეს ყველა გამეორებაზე ერთი და იგივეა და აი როგორც ხის ფაზლები და ცოტა რბილი ფაზლებით ქოვადარებ მე ერთმანეთს. ხის ფაზლებს თავისი შაბლონი ჭირდება. შაბლონურ სიტუაციაში შეიძლება მეტი არც მჭირდებოდეს, მაგრამ მოქნილი ენა, რომელიც დისკუსიაში შემოვა, იმიტომ რომ მე ენა გამოვიყენო ინსტრუმენტად და არა მიზანი კი არ იყოს ენის სწავლა, არამედ ის უკვე ინსტრუმენტი გახდეს ურთიერთობაში, ეს ვერ ხერხდება ცოცხალი კომუნიკაციის გარეშე. ის რჩება მაინც შაბლონური. ასე რომ ეს არგუმენტი რომ სამაგიეროდ ენა ისწავლა, ცოტა მოიკოჭლებს, დროთა მანძილზე მოიკოჭლებს. ვიღაცისთვის შეიძლება საკმარისი იყოს ის შაბლონური ნასწავლი, მაგრამ სრული ენა ეს არ არის, ანუ სრულად ნასწავლი ენა ეს მაინც არ არის. უარყოფითი რაც მოყვება ამას, უარესია ვიდრე ეგრევე. კი, რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე თემაა, რომ იმას დამატებით კიდე უარყოფითი მოყვება. კი ბატონო. ჩვენ გავიგეთ და ჩვენ გადაცემაშიც გვქონდა ამაზე პატარა ვიდეო ჩაწერილი, რომ ესეთი ტერმინი დამკვიდრდა brain rot, რაც ქართულად არის ტვინის ლპობა. აი ეს რეალური ტერმინია და რეალურად დაუშვათ ვაზიანებ ტვინს, ბავშვის ტვინს თუ შელამაზებული ტერმინია? გეტყვით. აი ზუსტად სირთულე ასე ვთქვათ, დასკვნების, ძახილის ნიშნებით დასკვნების გაკეთებაში არის ზუსტად ამაში, იმიტომ რომ განვითარებადი ტვინი ეს არ არის ერთი პროცესი, იქ მიელინიზაციის პროცესი მიმდინარეობს მაგალითად, ხო? და მთლად ასეთი სერიული კვლევებით ცოტა, ანუ სერიული რას ნიშნავს, რომ მე მაკვირდებიან მაგალითად და 6 თვეში ერთხელ მიკეთებენ MRT-ს, ხო? და ჩემი ტვინი წინ მიდის თუ უკან მიდის მაგალითად, ხო? ჯერჯერობით მაინც კვლევები რაც არის ჩატარებული არის ის, რომ შევისწავლეთ და რაღაცას შევადარეთ მაგალითად ესენი. აი ამ ტიპის შედარების დროს აღმოჩნდა, რომ მაგალითად თეთრი ნივთიერების სტრუქტურული ცვლილებები ეკრან დამოკიდებულ ბავშვებს და ეს არ იყო თანაც საათობით, ეს იყო მაგალითად 3 წლის მერე ბავშვები, რომლებიც დღეში საათს და მეტს ატარებდნენ ოღონდ მშობლების გარეშე. ანუ ეს კვლევის ჯგუფი იყო ასეთი. თან ნახეთ 3 წლის მერე რომ ითვლება, რომ 3 წლამდე ისედაც არ განიხილებოდა. 3 წლის მერე სადაც თითქოს დაშვებულია, ნახეთ, 1 საათი და მეტი, ხო ვთქვით, რომ მეტ-ნაკლებად არ აუშავს მშობლების გარეშე, ანუ როცა მარტო რჩებოდნენ. მათთან თეთრი ნივთიერების სტრუქტურული ცვლილებები და სტრუქტურული წყობა იყო უფრო სუსტი, უფრო ფაშარი, ასე ვთქვათ, უფრო არა ორგანიზებული, ზუსტად იმ უბნებში, რომელიც მაგალითად პასუხისმგებელი იყო აღმასრულებელ ფუნქციებზე, მაგალითად კითხვაზე, მაგალითად მეტყველებაზე, ხო? ანუ ზუსტად ის კრიტიკული უბნები რაც არის, ასე რომ გარკვეული მტკიცებულებები, რომ შეიძლება ეკრანმა სტრუქტურულადაც შეცვალოს ჩვენი ტვინი, მინიშნება ამაზე ნამდვილად გვაქვს. ეხლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომ ცოტა მეტი კვლევა გვჭირდება და ცოტა მეტი დრო გვჭირდება, მაგრამ ნახეთ, შეიძლება ამას ესეთი დრამატული სახელი არ დავარქვათ, რომ ლპობა, მაგალითად, ხო, ცოტა ესეთია. თუმცა მეორეს მხრივ ეს ხალხი თუ არ შეაშინა ხანდახან ზედმეტად, იმ შელამაზებული სიტყვების ნაკლებად ესმით, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ის რომ კარგი არ არის და ამისგან თავდაჭერა ჯობია და თავშეკავება ჯობია, ვიდრე ესე რაღაცა ცეცხლთან მეტისმეტად ახლოს მისვლა, ამაში დარწმუნებული ვართ. დანარჩენზე ვნახოთ, კვლევები მიმდინარეობს.
და ნახოთ როგორ გვანახებს კი. შემდეგ ისე ვთქვათ კრიტიკული ასაკი არის ბავშვის ცხოვრებაში სკოლამდელი ასაკი, როდესაც უკვე გადადის პასუხისმგებლობების, რუტინების და რთული, ესე ვთქვათ, მისთვის რთული ამბების სტადიაზე. აი ამ დროს როცა პარალელურად გაჯეტი და ტექნოლოგია და ამას დამოკიდებულება არის, რა ხდება ბავშვს? ამ დროსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზუსტად 3 წლის მერე მარტო არ ვტოვებთ. ვთამაშობთ ერთად. და რატომ? სწორედ იმიტომ, რომ იქ რაღაცა გასხლტა ძალადობა, გასხლტა რაღაცა ესეთი მიუღებელი, ცოტა რამე მე მოვასწრო რეაგირება და ეს ყოველთვის მაინდა-მაინც ეკრანის გამოთიშვას არ გულისხმობს. ნახეთ, ჩვენ მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავიდეთ, ამ ბავშვებს ზედიზმეტად ვარდისფერ საფთვალესაც ვერ გაუკეთებ, ხო, იმიტომ რომ ძალადობა არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მაგრამ აი რა განსხვავებაა მულტფილმსა და ჩემგან წაკითხულ ზღაპარს შორის, მაგალითად, იმ ზღაპარშიც არის ძალადობა, ხო? ჩვენ ხო ზოგადად უკიდურესობების ისა ვართ საზოგადოება და ეხა ახალი საგორდება თუ არ აგორდა უკვე ქართული ზღაპრების მიმართ, რომ რამდენი ძალადობაა ქართულ ზღაპრებში, მაგრამ ზღაპარს ბავშვი მარტო არ კითხულობს, მე ვუკითხავ. შესაბამისად, ჩემი ემოციური აქცენტი, ჩემი სახის გამომეტყველება შეჭამა, ვაიმე ჩავარდა და უცებ ვიღაცამ გადაარჩინა. და ნახეთ, ასაკის მიხედვით, იმ მულტფილმსაც თუ ზღაპარსაც და ასე შემდეგ ვარჩევ ხანგრძლივობის მიხედვით. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ის მალე უნდა დამთავრდეს, ხო? ის ხანგრძლივ, ანუ 3 წლის ბავშვს მე სერიებად კი არ ვაყურებინებ რაღაცას, არის მოკლე 5 წუთიანი, 10 წუთიანი, 15 წუთიანი ისტორია სიტყვაზე, სადაც ეს პიკიც დადგა და კეთილი დასასრულიც. ანუ ის რომ ზღაპრის ბოლო კეთილია და ის რომ ბოროტსაც ძლია კეთილმან, ამისი გაცნობიერება, რომ კარგად დამთავრდა ყველაფერი ამ შემთხვევაში, ხო? რაც უფრო პატარაა, ასევე ზღაპარში ნახეთ რა არის კიდე დაცვა, ეს იყო და არა იყო რა, რომელიც მულტფილმს არა აქვს. იყო და არა იყო რაში არის ძალიან დიდი ისეთი ფილოსოფია, ასე ვთქვათ, ჩადებული. ეს არის უკვე დაცვა, ანუ მე თუ რაღაცა ძალიან მომწონს, იმას არც ვაკრიტიკებ, რა ჯობია რაღაცა კარგი მოხდა, ხო? სადღაც მოხდა, ესე ჩემთანაც მოხდება. მაგრამ თუ რაღაცამ დამაფრთხო, რაღაცა ზედმეტად ჩემთვის დავუშვათ პრობლემურია, იყო და არა იყო რა, ანუ იყო კი არ იყო, უკვე კითხვას ვავ თავიდან, რა ვიცი, შეიძლება არც იყო, ისევე როგორც 9 მთასა და 9 ზღვას იქით, ანუ ეს არ იყო აგერ ახლოს, სადღაც მოხდა და ნუ რა ვიცი, სადღაც იქვე დამთავრდა სიტყვაზე კეთილად. ნახეთ, იმის მიხედვით ჩემი ფსიქიკა რამდენად ლაბილურია, დისტანცირების საშუალებასაც გაძლევს, მაშინ როცა რეალურად აღქმის საშუალებასაც გაძლევს. ოღონდ ამაში მშობელი მეხმარება, დედა მეხმარება, ბებია მეხმარება, ოჯახის წევრი მეხმარება, მისი ხმის ტემბრით, მისი სახის გამომეტყველებით, ხო, ამ შემთხვევაში. მულტფილმთან მარტო დატოვებული ბავშვი რჩება იმ აზარტული მუსიკის და იმ სახალისო გარემოს. ნახეთ, რა არის ეს მულტფილმებში ის ძალადობა, ანუ ძაღლი შეასკდა კედელს, დაიკეცა რაღაცა აკორდეონივით და როგორი სასაცილო და როგორი ესეთია, ხო, ხუმრობა ნარევი და უშუალოდ გარემო. ანუ განცდა გაქვს, რომ ეს კარგია და ამ შემთხვევაში ნახე რა სახალისო ამბავი მოხდა. აი აქ არის ზუსტად რისკები. თუ ეს დავიცავით, ეს უსაფრთხოების წესი დავიცავით, რომ უჩემოთ არა და მე ვაკეთებ, რომ ვაიმე რა დაემართა, უი რა დაემართა, მოიცადე, ვაიმე დედა, ეხა ეს დედა რა დაემართა, მაგრამ აი გასწორდა ამასობაში. ხო, ეხა ის უიმე ეს თაგუნია რა ცუდად იქცევა, ნახე როგორ ექცევა და დედა როგორ აწვალებს სიტყვაზე ამას. ეს კომენტარები განსაკუთრებით 3 წლის ბავშვის ტვინი ამისთვის უკვე მზად არის. აი ეს ღირებულებები მაგალითად, ხო? იქ უკვე რაღაცა იქ უკვე მსჯელობა რაღაცას, უბრალოდ ბევრი არ უნდა იყოს ეს ერთბაშად ბევრი არ უნდა იყოს. პატარ-პატარა რაღაცებზე იქ სიკეთე, ბოროტება და უშუალოდ ცუდი, კარგი, ხო? მანამდე 3 წლამდე ძალიან შავ-თეთრია, ანუ კარგი და ცუდია რაღაცა მისაღები, მიუღებელი და მაინც საფრთხის მისთვის საფრთხი შემცველია თუ უსაფრთხო, ამაზეა ბავშვი ორიენტირებული. იმიტომ მიყურებს, ანუ შეიძლება ახალ რამეს არ მოკიდოს ხელი და მიყურებს, მაგრამ იმიტომ რომ ის საშიშია თუ არ არის საშიში. აი 3 წლის მერე უკვე მზად არის ნელ-ნელა იმისთვის, რომ ის მე კი მომეწონა, მაგრამ შეიძლება ამის აღება? ეხა ის სხვისია, მომეწონა, მაგრამ სხვისია ის სათამაშო, ხო? 3 წლამდე პირდაპირ შემიძლია ავიღო. 3 წლიდან ნელ-ნელა არ ვამბობ, რომ 3 წლის ბავშვი უკვე ამას უჩვემოთ მიხვდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკს უკვე აზრი აქვს, რომ მოიცა ეს ჩვენი არ არის, ჯერ ნებართვა უნდა ვითხოვოთ, უსაფრთხოა, მაგრამ ნებართვა უნდა ვითხოვოთ, ხო, ამ შემთხვევაში. ამისთვის ნელ-ნელა მზად არის. შესაბამისად, იმ მულტფილმის ყურება იქნება, ზღაპარი იქნება თუ უბრალოდ სცენა სათამაშო მოედანზე,
ამ ყველაფრის რაღაცა ასოციაციები და ანალოგიების გაკეთება უკვე შეიძლება. ამიტომ ისევ და ისევ პარტნიორობა და ზრდასრულთან ერთად. ზრდასრული არ არის ყარაული მხოლოდ ბავშვის, ხო? ძიძა ხო მარტო ყარაული არ არის ანის მშობელი. ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორი, თამაშში პარტნიორი, აქტივობაში პარტნიორი და აი ეს მიზეზშედეგობრივი კავშირები. ერთი რამე კიდე რაც სკოლამდე ასაკზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, უკუ კავშირი უნდა იყოს მყისიერი. ხო? სამწლამდე ბავშვი უფრო ირეკლავს ემოციას, ხო? და აი მე თუ შეშინებული ვუყურებ რაღაცას, იმასაც ეშინი, ანუ თითქოს უფრო მარტივია, ну, საკამათოა ეს სიტყვა მარტივია, მაგრამ უფრო პრიმიტიულია ეს ურთიერთობები, მაგრამ 3 წლის მერე ნელ-ნელა შეიძლება და საჭიროა საუბარი, მეტი არგუმენტაცია. ჩვენ სამწლამდე ბავშვის მშობლებსაც ვეუბნებით, რომ თან ელაპარაკე, ეს ჩემი ვარჯიშიც არის, ხო? ის მართალია ემოციას იჯერებს და არადაუშვათ სიტყვები ნაკლებად ესმის იმას, მაგრამ მეც ხო მეცადინეობ არგუმენტაციაში და 3 წლის ბავშვს უკვე ნამდვილად ჭირდება არგუმენტის, აი რატო არა? რატო უნდა გავაკეთოთ, რატო ვერ გავაკეთებთ? ეხლა ოღონდ მკაფიოდ, გარკვევით, ვეუბნებით, რომ ჩაიმუხლეთ, მის დონეზე უნდა ველაპარაკოთ, არა ზემოდან არ ვადგავარ, მაგრამ ამისთვის მეტნაკლებად ტვინი უკვე მზად არის. ჰიპოკამპუსი, ლიმბური სისტემა ისე ვარჯიშდება უკვე და ისე მწიფდება, რომ მეტნაკლებად პირადი საკუთარი ავტობიოგრაფიულის გამოცდილება, ასე ვთქვათ, საკუთარი დასკვნები უკვე გამოცდილებად ყალიბდება. 3 წლამდე ჩვენ ნაკლებად გვაწყსოვს. ინტუიციურ და ინსტინქტურ დონეზე, რომ აი გუში რო რაღაცა მოხდა, დღეს მოხდა და ბევრჯერ თუ რამე გამეორდა, ის ძალაუნებურად ახსოვს, მაგრამ აი ესე რომ ჩვენ 3 წლამდე რამე ისტორია გვახსოვდეს, ცოტა ნაკლებად, იმიტომ რომ ჰიპოკამპუსი მეტნაკლებად 3 წლისთვის იწყებს ამ მუშაობას, ასე ვთქვათ. მაგრამ 3 წლიდან კი, 3 წლიდან ავტობიოგრაფიული სცენები შეიძლება ძალიან ისეთ შთამბეჭდავად დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში. ამიტომ ამაზე საჭიროა შეიძლება და საჭიროა მუშაობა. და მყისიერი რატო გადავადებულს ამასაკის ბავშვი ვერ ხვდება. დილით რო რაღაც გააფუჭა, დილით რო კედელი დაჩხაპნა და ბებიევრება მოვა მამა შენდ ნახე რას გიზავს, ტყილა საღამოს ტყილა ელაპარაკებით. ეს რა ვიცი, მთელი დღე აქ იყო ეს ნახატი და ახლა საღამოს რატო ჩხუბობთ, ვერ ხვდება. იმ წუთში ვინ შეესწრება ცუდსაც და კარგსაც, რომ ყოჩაღ რა მაგარია, ნახე რა ყოჩაღი ხარ, როგორ მოიფიქრეს. ისევე როგორ მოიცა აქ არ ვხატავთ. კედელზე არ ვხატავ, წამოდი დაფაგო აქ სიტყვაზე ამისთვის, ანუ აი გადანაცვლება ამ შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანი, აი ეს მეტნაკლებად ესეც განასხვავებს სკოლამდელ ასაკს და სასკოლო ასაკს. სასკოლო ასაკში მზად არის გადავადებული შენიშვნისთვის და გადავადებული ჯილდოსთვის და სკოლამდე არა, მყისიერი პასუხი უნდა ამ შემთხვევაში. გადავიდეთ ნელ-ნელა ასაკობრივად ზევით. მაშინ მივყვეთ და უკვე აი სასკოლო დაწყებითი კლასები, 4 კლასი. შეიძლება დაწყებითად მე 9-10 წლის ასაკამდე მან მშობლებმა რა უნდა გაითვალისწინონ, რა უნდა დააკვირდნენ. პირველი ეს ცალკე ძალიან დიდი თემა ალბათ, როდის იწყება ეს სასკოლო ასაკი. როდის მიდის ბავშვი სკოლაში. იმიტომ რომ ამაზე არ ვიცი უკვე რამდენი ეპოქა გამოვიცვალეთ, ასე ვთქვათ და რამდენი ტალღა გამოვიცვალეთ ამისი, რომ ჯერ იყო სასოწარკვეთა იმაზე, რომ რატო აუცილებლად 6-ის უნდა იყოს, მერე რომ თურმე შეიძლება 5-ისაც იყოს და ეს არის ხოლმე პარადოქსი იმისი, რომ რაც უფრო იკლებს ასაკი სპეციალისტების ემოციები მძაფრდება და რაც უფრო ასაკმა აიწია ხოლმე სკოლაში შეყვანის, ანუ კანონის დონეზე მშობლების რისხვა მოდის ამ შემთხვევაში, რომ ანუ უკარგავთ ბავშვებს წლებს და მერე სიტყვაზე, ანუ მერე რა ეშველება 12 წელი კიდე უნდა იყოს სკოლაში. ჩვენ არასწორად ვსვავთ ყოველთვის აქცენტებს. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რომ დამამთავრებელი, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფების აქტივობების შეესაბამება თუ არ შეესაბამება, ხო არ შევცვალოთ რამე. პირველი მეორე კლასის მასალა ადეკვატურია თუ არ არის ადეკვატური. დამამთავრებელი ის მე-11, მე-12 რომ ვამბობთ, რომ ტყუილა დადის თუ არ დადის ტყუილა, იმათზე ვიკამათოთ. სწორად ვიკამათოთ და არა იმაზე, რომ იმიტომ რომ ბავშვი 12 წელი უნდა იყოს სკოლაში, 5 წელი შევიყვანოთ სკოლაში. იმიტომ რომ აი ეს ფიზიოლოგიური მზაობა, ფსიქოლოგიური მზაობა, ემოციური მზაობა სკოლისთვის რადიკალურად განსხვავდება ბაღის გარემოსთან შემზადებული და ნახევარზე მეტი ბაღშიც არ უვლია, ხო, იმ ბავშვს ისეთი მიდის სიტყვაზე სკოლაში. 6-7 წლამდე აი ეს ყველა კომპონენტი, რომელიც აქტიური სწავლისთვის ამზადებს ბავშვს, სრულად მომწიფებული არ არის. ასე რომ ნახეთ 6-7 წელზე ვსაუბრობთ. ანუ შეიძლება თქვათ 7 ყველას არ დასჭირდეს და პლუს მინუს 6 წლისთვის საშუალო სტატისტიკური ბავშვი მზად იყოს
მერხთან დიდი დროის გატარებისთვის უმეტესად მოსმენის, არა აქტივობის, არამედ მოსმენის რეჟიმში ყოფნისთვის, ხო? ის რომ პასუხი შეიძლება იცოდეს და ხელი უნდა აიწიოს და არ წამოიძახოს და ამას შეკავება ხო უნდა ახლა ემოციას, იმიტომ რომ ვიცი მე პასუხი და აგერ გვერდზე ეკითხებიან ბავშვს, რომელმაც არ იცის და მე ამ დროს ვიცი. ბაღში ეს სხვანაირი თამაშია, ხო? და ბაღში ვსწავლობთ თამაშით, ნახეთ, ბევრი თამაშია და ვაპარებთ ემოციას, რა ქვია, ინფორმაციას, მაშინ როცა სკოლა, ეს არის აქტიური სწავლა. სკოლაში ძალისხმევა უნდა ჩადო, მონდომება უნდა ჩადო, ხო? კი, მასწავლებელმა უნდა შექმნას мотиваცია, გარემო რაღაცა, მაგრამ მაინც უფრო ფიზიკურად შეზღუდული გარემოა, ხო? მაინც უფრო მერხთან ვარ, აგერ ეს ერთი ბავშვი მიზის არ შემიძლია უცებ ავდგე გავიდე. ამისთვის უნდა ვიყო მზად და მიმღებლობა უნდა მქონდეს ამისთვის, ხო? არსებობს გარკვეული ტესტებიც არსებობს, დაკვირვებაც არსებობს და უშუალოდ სკოლამდელ ბავშვისთვის, მაგრამ 6 წლამდე ძნელია ეს მოსთხოვო ბავშვების უმეტესობას. მასწავლებელიც ცოდოა, ბავშვია პირველ რიგში ცოდო. რომ ადრე შევიყვანოთ სკოლაში. გულახდილად გეტყვით, ის კი არა რომ აი 15 სექტემბერს რო იწყება სწავლა და 13 სექტემბერი თუ 20 სექტემბერი და ამაზე სასოწარკვეთა რო იყო ხოლმე რომ 5 დღისთვის. გულახდილად გეტყვით, აგვისტოში და ივლისში რო ბავშვი 6-ის ხდება, ის კი არა რომ 13 და 15 სექტემბერი. იქაც კი მეთანაღრება ხოლმე ბოლომდე გული. იდეალური არის როცა გაზაფხულზე ხდება ბავშვი 6-ის და ის მეტნაკლებად ახლა უკვე შემიძლია რომ მოვთხოვო, რაღაც პირობები წავუყენო, რომ ნუ მოგეხმარები, მაგრამ ეს უნდა დავძლიოთ. მაგრამ ბავშვი რომელიც ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში ხდება 6-ის, იქ ხო ჩვენ ხო ესე მაღვიძარასავით არ ვითარდებით, რომ დღეს 6-ის გავხდი და ხვალ უკვე იქ ხო რაღაცა გარდამავალი პლუს მინუს რაღაცა თვეებია, ხო? ამიტომ აი ესე წკიპზე რომ ბავშვი 6-ის გახდა, იმას რამდენიმე თვე ისედაც ადაპტაციისთვის სჭირდება. კი დამთავრდა პირველი სემესტრი ამასობაში, ხო? და ფაქტურად მეორე სემესტრიდან ჩაერთო ამ აქტიურ მანამდე მშობელი ცალკე იტანჯება, მასწავლებელი ცალკე იტანჯება და ეს ბავშვი ვერ ხვდება საერთოდ ამ გაუგებრობაში რატომ მოხდა. რაც არ უნდა ეიფორია და ილუზია შეიქმნას, იმიტომ რომ ხშირად არგუმენტი აქვს თხოვება მშობლებს, ვაიმე აი თვითონ მთხოვს. რას გთხოვს, რა იცის ხა ბავშვმა იქ რა არის სკოლა, ეს არის რაღაცა მითი ესე შექმნილი, ან იმდენად არ უყვარს ბაღი. დრო გონია რომ ოღონდ ბაღში არ წაიყვარა და ყველაფერი კარგია სიტყვაზე, თან ახალ ჩანთას უყიდიან ახალ, მაგრამ რამდენი ბავშვი გინახიათ რომ ეს ახლა ყოველდღე აქ უნდა უცებ რო აღმოჩინო, ყოველდღე აქ უნდა მიარო. უფრო მეტიც უთხრას ყოველდღე და რამდენი წელიწადი უნდა იარო და ისევ მიხვდა რომ ბაღში ჯობდა ამ შემთხვევაში რაღა დროს ხო ამ სიტუაციაში. ამიტომ ცოტა ნაკლები ის არის ხოლმე ემოციები ამ დროს საჭიროა მეტი რაციონალიზაცია და ცუდი ის არის რომ ხშირად ის კი არა რომ აი ვერ სწავლობს. ხშირად არის რომ ბავშვი სწავლობს, მაგრამ იწყება აუხსნელი მუცლის ტკივილები, ანუ შფოთვის სხვა გამოვლინებები, ხო? ეს გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა, იმიტომ რომ ეს უკვე ხო ვალდებულებებია, ეს ხო მოვალეობებია. ბაღში უფლებებთან მიმართებაში მეტი ის იყო, ხო, რაღაცა წილი და აქ ბევრი ვალდებულებაა, ხო, რაც არ უნდა მოინდომოს მასწავლებელმა და თანაც ეს 20 გასაჩერებელი ბავშვი, ნუ უმეტეს შემთხვევაში როგორც წესი არასწორად სკოლაში წაყვანილი ბავშვი ადრე თუ გვიან პრობლემით თავდება ხოლმე და აქაც ადრეც ვახსენეთ, არ ნიშნავს რომ მეორე კვირაში და მესამე კვირაშივე მიხვდებით ამას. თუ მე ადრე თუ ჩემი შვილი ადრე შეეჭიდა ამ ყველაფერს, ის მეორე კლასში, მესამე კლასში, მეოთხე კლასში, მეხუთე კლასში ყველაფერს ადრე ეჭიდება, ხო და რა ვიცი, რას ვერჩით, ხო ჩვენია ეს ბავშვები, ხო? ვიკამათოთ იმაზე, რომ ადეკვატური იყოს სასწავლო პროგრამა, კი ბატონო, საინტერესო იყოს იმ 7 წლის ბავშვისთვისაც და ვიკამათოთ იმაზე, რა უნდა იხდებოდეს მე-11, მე-12 კლასებში. ამაზე არავინ არ კამათობს, ამაზე ყველა თანახმა, მაგრამ 5 წლის ბავშვებს ნუ გავწირავთ იმ ვალდებულებებისთვის, რაც მათთვის ჯერ ადრეა, ხო? ტვინი უნდა მომწიფთ ეს ელემენტარული. ვინაიდან ვართ ამ თემაზე, სკოლის თემაზე, კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ვერ ავწდებით, ეს არის მასწავლებლის როლი. და საქმე არც იმაში არის, რომ შეიძლება მასწავლებელი არაკვალიფიციური იყოს დაუშვათ. საქმე იმაშია, რომ შეიძლება უბრალოდ მიდგომა
არ გქონდეთ მშობელს და მასწავლებლებს ერთნაირი. ნუ ჩვენ ქვეყანაში ზოგადად ყველას მაინც მეტნაკლებად თავისი მიდგომა აქვს და ხშირად ხდება ისე, რომ აი მასწავლებლის მიდგომა განსხვავებულია, მშობლის განსხვავებულია და ჩიხში შედიან. ჩიხში შევდივართ ხოლმე ძალიან ხშირია და აქ ერთი რეცეპტის გაცემა როგორც წესი ძნელია ხოლმე იმას თუ არ ჩავთვლით რეცეპტად, რომ დიალოგი და კომუნიკაცია მოსწავლეს მშობლე ოჯახს, მოდი აქ მარტო მშობელსაც ნავდოთ ოჯახს. მისთანაც ბავშვი დროს ატარებს დღის მანძილზე და მასწავლებელს შორის და ზოგადად პედაგოგიურ კოლექტივს შორის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვეშლება ხოლმე ბევრი რამე ოჯახის წევრებსაც გვეშლება, რატომღაც გონია რომ რაღაცა მარტო მასწავლებლის ვალდებულებაა და რაღაცები მარტო დავუშვათ მშობლის ვალდებულება. ანუ მე მივიყვანე ნაჭამი და დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული ბავშვი და ხა იმან უნდა ასწავლოს სიტყვაზე, ხო? და ის რომ დავუშვათ საშინაო დავალება შეიძლება გავაპროტესტოთ პირველ კლასებში და რამდენად საჭიროა საშინაო დავალება. და მშობლებს თავზარი ეცემათ ხოლმე ხანდახან ისეთი ან გადაჭარბებულად ბევრია ეს დავალება და ან იმდენად უმნიშვნელოა, ან იმდენად განსხვავებულია, რომ რაღაცა ვერ თვითონ მშობელმა ვერ გაიგო ჯერ და ხა ბავშვმა რა უნდა მოხსნას იმ მაშინ რა ქვია, იმ თავსატეხში. ეს ცალკე თემა, ანუ აქ უკვე არის სასწავლო პროგრამებთან მიმართებაში დიალოგი როგორც წესი არის ხოლმე გამოსავალი. სწორად უნდა წარმოთ ნერვების და ემოციების გარეშე უნდა იყოს ეს დიალოგი და მოტივირებულად უნდა იყოს ეს დიალოგი, მაგრამ მიდგომების თანმიმდევრულობა ერთია და მეორეა, ნახეთ, დავარქვათ ინდივიდუალური მიდგომა, ეს არ გულისხმობს, რომ 20 ბავშვი როა 20-ვე სხვადასხვა, მაინც მცირე ჯგუფებად დაჯგუფება შეიძლება ხოლმე, მაგრამ ყველა ბავშვთან ერთნაირი მეთოდე არ ჭრის. გეთანხმებით. ვიღაცა არის უფრო აი მაგალითად ADHD-ის რისკის ჯგუფი, ან უკვე დიაგნოსტირებული ADHD, მაგალითად იმას თავისი ასაკი უნდა დიაგნოსტირებისთვის. ვიღაცა არის, რომელიც არც შარა აკაც არანაირი ინტელექტის და იმის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ცოტა ნელა ფიქრობს. მეტი დრო ჭირდება ფიქრისთვის. ვიღაცას მეტი დრო კი არა, სულ არ ჭირდება, სანამ კითხვა დაამთავრა, იმას პასუხი მოფიქრებული აქვს და ვეღარ აჩერებ, ანუ ვერ დააოკებ, სანამ დავუშვათ პასუხს არ გეტყვის. რა თქმა უნდა, მიდგომა სხვადასხვანაირია და სახლის გარემოშიც მეცადინეობის პროცესი სხვადასხვანაირია ამ შემთხვევაში. კოლაბორაციის გარეშე არაფერი არ გამოვა. და მშობლებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თუ სახლშიც რაღაცები არ განვამტკიცეთ, სახლშიც რაღაცები არ ვასწავლეთ. მარტო სკოლა ვერაფერს ვერ იზავს და მასწავლებელიც მარტო დაუშვათ იქ კლასში რაღაცა პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს, თუ სახლშიც ანალოგიური მაგალითად წამახალისებელი, გამამხნევებელი ხო სიტყვაზე რაღაცა იგივე დროის მიცემა, იგივე ჩაშლილი დავალებები, ანუ ვიღაცა ერთ ლუკმად დაიმახსოვრებს დაუშვათ ამ ინსტრუქციას, რამდენიმე ეტაპიან დავალებას უცებ გაიგებს, ვიღაცა სჭირდება დაუშვათ დამარცვლა და ვიღაცა სჭირდება ამისი ჩაშლა. რასაც მასწავლებელი დააკვირდა კლასში, რითიც ჩემი შვილი განსხვავდება თანატოლებისგან. ეს თუ არ გამიზიარა, მე შეიძლება სახლში ერთბაშად ამას ვერც მივხვდე, სულ არ გავამახვილო ამაზე ყურადღება, ხო? ჩემი შვილის ქცევა როგორია კლასში, სოციუმში როგორია სიტყვაზე, იმ მერხის მეგობართან მიმართებაში როგორია. შეიძლება მე სულ ვერ მივხვდე, იმიტომ რომ დედის ერთა როა და მარტოზის და მისია დავუშვათ მთელი ეს ტერიტორია, სახლში სხვანაირია მისი ქცევა, ხო? მეტისმეტად კარგია, ან მეტისმეტად ცუდია. ამიტომ ცალკე მასწავლებელი ვერ იქნება, ვერაფრით ვერ იქნება პედაგოგი ცალკე. ერთად კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. მეტი ერთი რეცეპტი რა გითხრათ? სიტუაციის მიხედვით იცვლება რეკომენდაციებიც და სიტუაციის მიხედვით იცვლება ჩართულობა. ხან უფრო მშობელი გვყავს ბჭყალებში გამოსასწორებელი და ხან მასწავლებელს სჭირდება დამატებითი რეკომენდაციები. ამასაც მიჩვეული ვართ და ესეთი მთელი თაბახის ფურცლების დასტა გამიგზავნია ხოლმე მაგალითად რეკომენდაციები, ერთი დასტა მშობელს და მეორე დასტა მაგალითად მასწავლებელს. და მარტო სკოლაც არ არის, ხო, მაგალითად სპორტის ინსტრუქტორი, რა თქმა უნდა, ანუ ის დამატებითი სექციები, სადაც ბავშვი შეიძლება დადიოდეს ცეკვის მასწავლებელი, ჭადრაკის მასწავლებელი და ასე შემდეგ. კი ბატონო. და კიდევ ბოლოსკენ ერთი ვახსენეთ ასევე ADHD და ბოლო წლებში ნამდვილად მომრავლდა და ეს არის დამოკიდებული რაიმე ამ სახის პრობლემაზე რაც დღეს ვისაუბრეთ თუ უბრალოდ დიაგნოსტიკა მომრავლდა და ადრე ამდენი ყველაფერი ცოტა ყველაფერი თანამედროვე გარემოს გამოწვევებიდან გამომდინარე ძალიან კარგი ესეთი გარემოა ზოგადად ADHD სიმპტომების აყვავებისთვის და გამძაფრებისთვის და
გამოვლენებისთვის, ანუ ადამიანები, რომელიც წინა ეპოქაში რო დაბადებულიყვნენ, ასევე ექნებოდათ ADHD, იმიტომ რომ აქ გარკვეული გენების კომბინაცია თამაშობს თავის როლს, თუმცა მაშინ სხვა გარემო იყო და ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა, ნაკლებად ხელის შემშლელი იქნებოდა და ნაკლებად დემონსტრირებული ეს უნარები. თანამედროვე გარემო ამას ძალიან ესე სასუქივით, ძალიან ნოყიერი ნიადაგია ამისთვის. იგივე გაჯეტები მათ შორის აი იმპულსურ ქცევას, ყურადღების კონცენტრირების სირთულეებს ძალიან ამძაფრებს, იმიტომ რომ ეკრანს ნახეთ, ეკრანს არ ჭირდება დამატებითი ძალისხმევა, იქ იმდენად მიჯაჭული ხარ იმაზე, ანუ მაგნიტივით იმდენად მიკრული ხარო. არ ვარჯიშდება ჩემი ყურადღების კონცენტრირება. როდესაც მე წიგნს ვკითხულობ, იქ ჩემი ტვინი ვარჯიშობს, იმიტომ რომ ჩემი ეკრანის ყურების დროს ეს გარე იმპულსები ცოტა ჩლუნგდება, ანუ გვიან მოდის. საკუთარი წელიც რომ ეტკინა, თურმე უხერხულ პოზაში რომ ყოფილვარ, კისერი რომ ეტკინა, ესეც კი უფრო გვიან მიდის ტვინამდე, ვიდრე მაგალითად წიგნი რომ მიჭირავს ხელს და მკლავი დამეღალა, უფრო მალე გავსწორდები, უფრო მალე შევიცვლი და უშუალოდ პოზას. და წიგნის კითხვის შემთხვევაში ტვინი ვარჯიშობს იმაზე, რომ არ გაეფანტოს ყურადღება, იქ ჩიტმა დაიჭიკჭიკა, იქ კარები ჭრიალებს, იქ რაღაცა აშიშხინდა. ეკრანის შემთხვევაში ეს იმდენად გაფილტრულია თავიდანვე, რომ აღარც ვარჯიშობს ჩემი გონება. შესაბამისად, ის სუსტი მხარე რჩება სუსტ მხარეთ, უკვე როცა ეკრანი გამოვრთე, აქეთ ვარ უფრო იმპულსური და უფრო უყურადღებო აქედან გამომდინარე. თუნდაც ამას რომ დავუშვათ მივაქციოთ ყურადღება. მეორე ის რომ დიაგნოსტიკა რა თქმა უნდა გაიზარდა და უფრო მეტია დიაგნოსტირებული შემთხვევა ამ შემთხვევაში, ხო? სტატისტიკურადაც კი გარკვეული ზრდის ტენდენცია არის, რამდენჯერმეა გაზრდილი ყოველთვის, ანუ ყველაფერი ცოტ-ცოტა ყველაფერი მუშაობს ამასთან მიმართებაში. შეხება ნახეთ სიმპტომები, პირველი სიმპტომები სკოლამდელ ასაკშიც ვლინდება. უბრალოდ ჩვენ დიაგნოზს არ ვსვავთ სკოლამდელ ასაკში. საუბრობთ რისკის ჯგუფზე, თუ მეტისმეტად გამოკვეთილია ეს იმპულსურობა და ყურადღების დეფიციტი და 2 წუთზე მეტი რო ვერ ჩერდება, მაშინ როცა 10-15 წუთი მაინც უნდა ჩერდებოდეს ერთ სათამაშოზე, ეხა იქ ძნელია ამაზე თვალი დახუჭო, ხო, მაგრამ საუბრობთ რომ რისკის ჯგუფია. სასკოლო ასაკში და მე მით უმეტეს, როდესაც აი ზუსტად ეს ვალდებულება უკვე რაღაცა მოთხოვნებიც ხო გაიზარდა, ანუ 3 წლის ბავშვს რა მოვთხოვო ეხა ესეთი რაღაცა თავის ფლობა, მაგრამ 6-7-8 წლის ბავშვთან ხომ აქვს უკვე პრეტენზია, რომ მან უნდა შეძლოს სურვილი შეკავება, დაიღალე, მაგრამ ცოტა მოითმინე, ან სხვანაირად მანიშნე, ხო, ნებართვა ითხოვე მაგალითად. ანუ უფრო შესამჩნევია და თანაც ის რომ კლასიკურად დავსვათ ეს დიაგნოზი, მაინც 2 სხვადასხვა გარემო გჭირდება, 2 აკადემიურთან მიახლოებული გარემო სიტყვაზე, რაღაცა წესების და ჩარჩოს მქონე გარემო გჭირდება, რომ ორივეგან აი მარტო ერთ გარემოში კი, იმიტომ რომ შეიძლება გარემოს პრობლემა იყოს. 2 სხვადასხვა გარემოში ერთნაირი პრობლემაა მაგალითად, ხო და თანაც დროში სტაბილურად შენარჩუნებული, ანუ დიაგნოსტიკური თავისი კრიტერიუმები აქვს ამას. იქ უბრალოდ ქრონომეტრაჟი რომ მაგალითად 2 წუთია თუ 3 წუთია რაღაცაზე არ არის საკმარისი, ანუ თავისი კრიტერიუმები აქვს იმპულსურობას და ყურადღების დეფიციტს, თავისი ისინი აქვს დაუშვათ ჰიპერაქტივობას კრიტერიუმები, იქიდან ბევრი კრიტერიუმი უნდა იყოს, ანუ ის გამყარებული უნდა იყოს ამით. სასკოლო დაწყებითი კლასები ზუსტად ეს პირველი ის არის ხოლმე, როდესაც უკვე დიაგნოსტიკისთვის მოგმართავენ, ასე ვთქვათ. ვიტყოდი იმას, რომ არის კატეგორია მშობლების, ვინც თამამად უყურებს პრობლემას თვალებში და მოდის და დიაგნოსტირებულია ეს პრობლემა, ეს არის რეალურად ნეიროგანვითარებითი დარღვევა, ეს არ არის ნორმა, თუმცა ეს არ არის დაავადება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც სულ ჩემთან არის, მაგრამ ის მართვადია. და აი რაც უფრო დროზე ვისწავლით მართვას, და რაც უფრო დროზე ვისწავლით, აი ამ როგორ ვაკონტროლო ეს ყველაფერი, ჩემთვისაც უკეთესი, გარემოსთვისაც უკეთესი და პირიქით, ასეთი ადამიანი შეიძლება საკმაოდ კარგი შენაძენიც იყოს, იმიტომ რომ მას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლოს, ვიდრე დავუშვათ არა ამ სინდრომის მქონე, ოღონდ სწორად უნდა იცოდეს მან გადანაწილება, დაწყვილება. ასეთი ადამიანი ერთ საქმეს ვერ აკეთებს, მაგრამ თუ მას 2 და 3 საქმე სწორად დავაწყვილეთ და არა ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში გადაიწვება, ვერცაც ვერ გააკეთებს. მაგრამ პრიორიტეტების მიხედვით უფრო მექანიკური და უფრო სააზროვნო სიტყვაზე, ხო, რაღაცა უფრო პასიური, უფრო აქტიური, იმან შეიძლება სხვაზე მეტი საქმეც გააკეთოს და როგორც წესი ასეც აკეთებენ ხოლმე. პირიქით, საკმაოდ დიდი ადამიანები, როგორც წესი, ADHD-ის მატარებლები არიან ხოლმე ზედმეტად ენერგიული და ესეთ. ამიტომ თავარია სწორად შევძლოთ ამოცნობაც და აქცენტების დასმაც. ოღონდ სულ ვამბობ ხოლმე, როცა რეკომენდაციებს ვატან, ესე ზოგჯერ აშკარად და ზოგჯერ ფარულად. ვეუბნები მშობელს, რომ დარწმუნებული იყავით, რომ კიდე, ანუ ეს თქვენი შვილი, აი ხო გამოუშვეს რაღაცა, რომ თითქოს აი ამ ვერ მოუხერხეთ ვერაფერი.
სულ ვეუბნები რომ დარწმუნებული ყავით, ეს ვერ იქნება მარტო კლასში. ანუ იმ სტატისტიკიდან გამომდინარე, კლასში მინიმუმ რამდენიმე ბავშვი უნდა იყოს ამ პრობლემის. მეტად ან ნაკლებად მქონე. ამიტომ ვეუბნები რომ შეიძლება თქვენ იყოს დიაგნოსტირებული, მაგრამ იქ 1-2 არადიაგნოსტირებული დიდი ალბათობით არის. არიან მასწავლებლები, რომლებიც ინტუიციურად იმდენად კარგად მართავენ ამას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს სპეციფიურად არაფერი არ უსწავლია. ნუ ვიღაცა არის, ვისაც გაუგზავნი რეკომენდაციებს, მაგრამ მაინც უჭირს სიტყვაზე ამის მართვა. ზოგადად სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი, სადაც პედაგოგებს ამზადებენ, ხო? აი, პედაგოგი და პედაგოგიური ფაკულტეტი დაარქვი გინდა რა. არის სამედიცინო მდგომარეობები, რომელიც უნდა ისწავლებლდეს მიზანმიმართულად ამ ფაკულტეტზე. ანუ ის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმდენად, რომ ხანდახან თვითონ აი, იმიტომ რომ მშობელზე ადრე შეიძლება რაღაცებს მიაქციოს ყურადღება, ანუ მას უნდა ქონდეს ეს კვალიფიკაცია და უნდა იცოდეს. ანუ ერთ-ერთი არის ADHD, რაც პირველ რიგში მასწავლებელმა აი პროფესიულად კარგად უნდა იცოდეს ექიმებთან, ექიმების პარალელურად. ძალიან ბევრ საჭიროებო თემაზე ვისაუბრეთ, საკმაოდ უცლადაც გამოგვივიდა მიუხედავად იმისა, რომ სადიც თითქოს შეგვეკვეცა, მაგრამ ძალიან რთული არის. რაღაცები გამოვტოვეთ იმ იმედით, რომ შემდეგ კიდე გამონახავთ დროს და გვესტუმროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ, მაგრამ ბოლოსკენ ორი ტრადიციული კითხვა მაქვს, რომლის გარეშეც ვერ გაგიშვით. კი ბატონო. პირველი არის ასეთი, რატომ გადაწყვეტეთ ექიმობა? სიმართლე გითხრათ, ეხლა აი რო გითხრათ, რომ მახსოვს თქო, ერთი ის რომ შეიძლება ეს იყოს პროფესია, რომელსაც ყველაზე ადრე ვეზიარე, საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ცოტა რიყოს ხშირად მოავადე ბავშვი ვიყავი და ასევე მყავდა და მყავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ოჯახში, ექიმები, ექთნები და ასე შემდეგ. კარგი ექიმები, წარმატებული ექიმები, ვინც ყოველ შემთხვევაში იმდენად კომფორტულად და კარგად მთელი სირთულების მიუხედავად, იმიტომ რომ ეს სირთულები ვერ დაიმალება, ხო, ექიმი ოჯახის წევრი რაც არის, ამის მიუხედავად ესეთი თავდაჯერებულად, კარგად, კმაყოფილად გრძნობდნენ, ასე ვთქვათ, ამ პროფესიაში თავს, მაგრამ აი, როდის გაჩნდა ჩემს გონებაში, რომ რაც თავი მახსოვს, ვიცოდი, რომ მინდოდა ექიმობა. სურათიც კი მაქვს 3 თუ 4 წლის ვარ, ხალათით, ფონედოსკოპით, ქუდით, ასე ვთქვათ და ძალიან მეცინება ხოლმე ამ სურათზე, იმიტომ რომ ფონედოსკოპი იმდენად დიდი მაქვს, აი აქ წელამდე ჩამოდის ეს ბოლოები, ანუ მე იმდენად პატარა ვარ ამ შემთხვევაში. მაგრამ მთელი ესეთ სერიოზულობით ვატარებ, ასე ვთქვათ, იმ ბოლომდე გაქვს ესეთი ფონედოსკოპი. და დღესაც, იმიტომ რომ სტუდენტებიც ხშირად გვისვავენ, ხო, აი როდის გადაწყვიტეთ და რამდენად აი გინანიათ თუ არ გინანიათ. მთელი სირთულების მიუხედავად ზუსტად ვიცი, რომ ეს, ანუ რომ არ ვიყო ექიმი, აუცილებლად ვინანებდი, რომ ექიმი არა ვარ. იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ისეთი სირთულეებია პროფესიაშიც, რომ აი, ნუ რაღაცა ცოტა შემოგეპარება ხოლმე რაღაც ესეთი დაძაბულობის მომენტი, მაგრამ ზუსტად როგორც კი ეს ღრუბლები გაიფანტება, ზუსტად ვიცი, რომ სიტყვაზე უნდა ყოფილიყავი და აუცილებლად თავიდანვე ვიცოდი, რომ ბავშვთა ექიმი. აუცილებლად ბავშვთა. აი ნევროლოგიაში უფრო გვიან ჩამოვყალიბდი. ეს უკვე როდესაც ჩემი პირველი ნევროლოგიის პირველი სემინარები რო ჩაგვიტარდა, ასე ვთქვათ, ქალბატონი ნელი თოხაძე არ შემიძლია არ ვაახსენო, აი არაჩვეულებრივი პედაგოგი, ანუ პირველი სემინარი რო დამთავრდა, უკვე ვიცოდი, რომ ანუ ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა ნევროლოგია. აი ეს ნამდვილად ნათელი მისულს სიყვარული ერთი ნახვით იყო ნევროლოგიის. ნევროლოგიის სიყვარული მანამდე აი ბოლომდე დარწმუნებული კონკრეტულად რომელი სპეციალობა, იმიტომ რომ ბავშვთა ნევროლოგი ჩემს ახლობლობაში ასე არ იყო. მაგრამ ხო, აი ნევროლოგია შემიყვარდა ნამდვილად ერთი ნახვით. და ბოლო კითხვა იქნება, როგორი პაციენტი ბრძანდებით? თუ მივედი ექიმთან, უკვე მოწესრიგებული. კი, თანმიმდევრული, მოწესრიგებული, ხო, თუ მივედი, იმიტომ რომ აი ამ დაძაბული რეჟიმის თუ იმის გათვალისწინებით, ხო, ანუ ცოტა ვწელავ ხოლმე დროს. ის რისი მოგვარება ჩემითაც შემიძლია ხა ბუნებრივია, მაგრამ ნუ ხა არის სპეციალისტები, რომელსაც ესე ვერ გადაფარავ, ხო, შენი ზოგადი ცოდნით და გიწევს რომ მიხვიდე სპეციალისტთან.
აი ამ შემთხვევაში ეს მისვლა იწელება უსასრულოდ, თუმცა თუ მივედი, მე ვარ ძალიან მოწესრიგებული, ორგანიზებული, რეჟიმსაც დავიცავ, დიეტასაც დავიცავ, ყველაფერს დავიცავ ამ შემთხვევაში. თუ მივედი. იმედი არ მოგიწევთ ხოლმე ხშირად. მადლობა. ისურვებ ჯანმრთელობას თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც ძალიან საინტერესო კიდევ ერთხელ გამიმეორებ ამას საუბარი გამოგვივიდა და რო შევაჯამოთ მოკლედ გამონახეთ დრო თქვენი შვილებისთვის. თავარი არის ეს, დაუთმეთ მათ დრო და მათ ჯანმრთელობაც იქნება გაცილებით კარგი და დანარჩენი და სიღრმეებზე და დეტალებზე თუ გინდათ გაიგოთ, გვიყურეთ, მოусმინეთ ჩვენ გადაცემას და იმედი მაქვს, რომ ქალბატონი თამარი კიდე გვესტუმრება და კიდე ჩავშლით ესე ვთქვათ ამ თემას. ჩვენი ბებიები ხშირად გვაძალებდნენ ნივრის ჭამას, გაციების დროს თაფლიან, ლიმნიან თუ ჟოლოს მურაბიან ჩაის დალევას. ყველას საკუთარი რეცეპტი აქვს და არც არავინ დაობს. ყველას გვიყვარს ბუნებრივი პროდუქტების გამოყენება. ახლა უკვე არსებობს მეცნიერული სიზუსტით კვლევებით დადასტურებული პროდუქტი, რომელთა ეფექტიანობაზე 3 სხვადასხვა კვლევა გვიყვება. მოცვი, ბროკოლი თუ ისპანახი. Harvard Healthline და Mayo კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლებიც თქვენი ბუნებრივი წამლები გახდება. თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს კვებას, როგორც პრევენციულ თერაპიას. უახლესი კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ კონკრეტული საკვები პროდუქტების რეგულარული მიღება პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენი ორგანოების ფუნქციონირებაზე. საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინებსა და მტკიცებულებებზე დააყრდნობით, წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომელთა ეფექტურობა მეცნიერულად არის დასაბუთებული Harvard Healthline და Mayo კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით. პირველი არის ლურჯი მოცვი, ტვინის ახალგაზრდობის ელექსირი. რატომ არის უნიკალური? ის მდიდარია ანტოციანინებით, პიგმენტებით, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ნეირონებს შორის კავშირების გაუმჯობესებასთან. კვლევები აჩვენებს, რომ კენკრის რეგულარული მიღება აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს 2.5 წლამდე. დღეში 100-150 გრამის მიღება იდეალურია საუკეთესო შედეგისთვის. მიიღება გაყინულიც, რადგან ყინვა ანტიოქსიდანტების დიდ ნაწილს ინარჩუნებს. ნიგოზი, გონიერი გულისთვის. სხვა თხილეულთან შედარებით, ნიგოზში ყველაზე მაღალია ომეგა-3 ალფა-ლინოლენის მჟავა. მისი ფორმა შემთხვევით არ გავს ტვინს. ის აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ამცირებს არტერიულ წნევას სტრესის დროს. მიიღეთ ნედლად, არა მოხალული, რათა ცხიმოვანი მჟავები არ დაიჟანგოს. ისპანახი, უჯრედების ენერგია. ისპანახი მდიდარია ლუთეინითა და ზეაქსანტინით, რომლებიც თვალის ბადურას მზის მავნე გამოსხივებისგან იცავენ. ისპანახი შეიცავს ნიტრატებს, რომლებიც აუმჯობესებენ მიტოქონდრიების უჯრედს, რომლის მთავარი ფუნქცია ენერგიის გამომუშავებაა. უმჯობესია ცოცხლად სალათის სახით მიიღოთ და ამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი ან ფორთოხლის წვენი, რათა მასში არსებული რკინა ორგანიზმმა სრულად აითვისოს. ავოკადო, ვიტამინების გამტარი. შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია A, D, E და K ვიტამინების ასათვისებლად. თუ სალათს ავოკადოს დაამატებთ, ბოსტნეულიდან ანტიოქსიდანტების ათვისება 15 ჯერ გაიზრდება. საკმარისია დღეში თუნდაც მე-13 მიიღოთ. ძალიან ეფექტურია გატარებული კარაქის სტრუქტურასავით, პურზე გადასასმელად. მთლიანი შვრია, მეტაბოლიზმის სტაბილიზატორი. შეიცავს ხსნად ბოჭკოს, ბეტა-გლუკანს, რომელიც კუჭში ქმნის გელისებრ მასას და ანელებს შაქრის შეწოვას. ის კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს ნაწლავებში, რაც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე. მოერიდეთ სწრაფი მომზადების ფაფებს, აირჩიეთ ის, რომელსაც ხარშვა სჭირდება. ნატურალური იოგურტი და კეფირი, იმუნიტეტის ფუნდამენტი. ეს არის ცოცხალი ლაბორატორია, რომელიც ამარაგებს ორგანიზმს პრობიოტიკებით. ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა ამცირებს სეზონური ვირუსებით დაავადების რისკს. აირჩიეთ პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ რძე და დედოა. დაამატეთ ხილი თავად, ნუ იყიდეთ უკვე დატკბილულს. ორაგული და სკუმბრია, ანთების წინააღმდეგ. EPA და DHA ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა. რეგულარული მიღება ამცირებს სახსრების ტკივილს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. უმჯობესია ორთქლზე მომზადებული ან ღუმელში გამომცხვარი. მოერიდეთ ძლიერ შეწვას. ბროკოლი, ბუნებრივი დეტოქსი. შეიცავს სულფორაფანს, რომელიც ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტებს მავნე ნივთიერებების გამოსადევნად.
ბროკოლში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე ფორთოხალში. მიირთვით ოდნავ ხრაშუნა მდგომარეობაში. გადახარშვისას სასარგებლო ნივთიერებების 70% იკარგება. გოგრის თესლი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. მაგნიუმის გარდა შეიცავს L-ტრიპტოფანს ნივთიერებას, რომლისგანაც ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონს სეროტონინს აწარმოებს. მაგნიუმის დეფიციტი ხშირად არის თავის ტკივილისა და უძილობის მიზეზი. ერთი მუჭა ძილის წინ 2 საათით ადრე დაგეხმარებათ უფრო ღრმა ძილში. კურკუმა და შავი პილპილი. ოქროს დუეტი. კურკუმინი არის ბუნებრივი იბუპროფენი, ანალგეტიკი, თანაც გვერდითი მოვლენების გარეშე. თუმცა ღვიძლი მას სწრაფად განდევნის ორგანიზმიდან, სანამ ის სისხლში შეწოვას მოასწრებს. შავი პილპილი კი შეიცავს ნივთიერება პიპერინს. კვლევები აჩვენებს, რომ პიპერინი კურკუმინის ბიოშეღწევადობას 2000%-ით ზრდის. ამიტომ კურკუმინი უმჯობესია შავ პილპილთან ერთად მივირთვათ. გამოიყენეთ ორივე ერთდროულად სადლში დამატებით. თუ მისაღებია თბილ რძეშიც იდეალური ვარიანტი. ამ პროდუქტების სარგებელი 100%-ით მეცნიერული სიზუსტით არის დამტკიცებული. მათი მიღება ჯანმრთელობას და სიჯანსაღეს შეგინარჩუნებთ. ასე რომ იცოდეთ, თქვენი სამზარეულო შესაძლოა ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქი გახდეს. უკვე მეცნიერულად დადასტურებული პროდუქტების ხშირი გამოყენებით თქვენ ბუნებრივად ეხმარებით საკუთარ ორგანიზმის სიჯანსაღის შენარჩუნებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ის ყველაზე ძვირფასია. თუ დიდ დროს ატარებთ ეკრანთან, თვალის კუნთები იძაბება. ეცადეთ თვალები დაასვენოთ მარტივი ვარჯიშის დახმარებით. 20 წამის განმავლობაში შეხედეთ რამეს საგანს, რომელიც თქვენგან დაახლოებით 6 მეტრის დაშორებითაა. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უკეთესი. ეს ეხმარება თვალის ფოკუსის კუნთებს მოდუნებაში და ამცირებს ციფრულ გადაღვას. ჩვენი თვალის კუნთები ისეა მოწყობილი, როდესაც ახლო მანძილზე ანუ ეკრანს ვუყურებთ, ისინი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაშია. აკომოდაციის სპაზმი. როცა საათობით ახლოს ვიყურებით, თვალს უჭირს გადართვა შორ მანძილზე ფოკუსირებაზე. 6 მეტრზე გახედვისას თვალის ცილიარული კუნთი სრულად დუნდება. ხშირი ხამხამი. ეკრანზე ყურებისას ადამიანი 3-ჯერ უფრო იშვიათად ახამხამებს თვალს, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს იწვევს თვალის სიმშრალეს. 20 წამიანი შესვენება გაიძულებთ დაახამხამოთ და თვალი ბუნებრივად დაატენიანოთ. კიდევ ერთი მარტივი რჩევა. გაგვიძებისთანავე დილით გადით გარეთ ან აივანზე და 5-10 წუთის განმავლობაში გარეთ იყურეთ. თვალის ბადურაზე მოხვედრილი დილის სინათლე არეგულირებს კორტიზოლის დილის პიკს და აპროგრამებს სხეულს, რომ ზუსტად 14-16 საათის შემდეგ გამოიმუშაოს მელატონინი, ანუ ძილის ჰორმონი. ეს საუკეთესო საშუალებაა ცირკალური რითმების მოსაწესრიგებლად. გისურვებთ ჯანმრთელობას. მომავალ შეხვედრამდე.